სამშვიდობისა. სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმ დღემდე, როდესაც საზოგადოება საქართველოს ახალ პარლამენტს დააკომპლექტებს. იმისათვის, რომ უფრო ზუსტად ვიცოდეთ პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების საარჩევნო პროგრამა, რათა მართებული არჩევანი გავაკეთოთ, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და აირექსის G-Media პროგრამა პოლიტიკურ დებატებს წარმოგიდგენ თემაზე სოციალური სფერო. ჩვენი სტუმრები მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები გახლავთ ოზურგეთში, ამჯერად კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებიდან. და მე წარმოგიდგენთ მათ ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე კოალიცია ქართული ოცნება, ბატონი დავით მამალაძე საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ბატონი კახაბერ ხლონტი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე შეგახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომერს 27 56 72. შეგიძლიათ დაგვირეკოთ გადაცემის მეორე ნაწილში და ნებისმიერი თემასთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმრებს. იქამდე კი ვიდრე უშუალოდ თემა შევეხებოდეთ და საუბარს დავიწყებდეთ, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ქალაქის ქუჩებში მოვამზადეთ. საუკუნეში წინ წარსული საქართველო რატომ უნდა იყოს ამდენი ღატაკი? ჩემზე წინ რატომ უნდა იყოს ქუჩა? ჩემზე წინ რატომ უნდა იდგეს შენობების კრასკვა? რატომა ადამიანი ყველაზე დაბალ საფეხურს? თითოეული სოფელი უმშევარი ვართ. არანარი სამსახური ჩვენ არ გვაქვს და იმის საშუალებით მე ამას წაზე ვუყიდე წინ ვუყიდო. ბევრი რამე გვაკლია, იმიტომ რომ მომის ინვალიდის დედა ვარ და დავიცი. ძალიან იღებს მერე? კი იღებს, ჩემი შვილიც იღებს პენსიასაც და დახმარებას. 54 ლარი გვაქვს ორივე ერთად სოციალური დახმარება. პენსია იღე დღეს მაგალითად 117 ლარს ვულობდი. ხო და რა მომადებული არ ვიცი, და იღე 132 და 10 ლარი თუ მომადებული ხო მეტი უნდა მეყო და დარიგეს ასე და ნიანსორი არ ვიცი ახლა. ძალიან დაბალი იყო ახლა უკეთესია რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ უკეთესი გვინდა. პენსიები გაყინული იყო ახლა კიდე ჩვენი არ კარგად და რას ვიცი სამთავრობაზე. რომ ღებულობთ თავის დროზე პენსიებს, იგი განსხვავება გაქვს? კი. განსხვავება მაქვს. მაგას თქმა არ უნდა, რომ ყველანაირად უკეთესი მდგომარეობა. პენსიაც და ისედაც და ყველანაირად უკეთესობა და ველი კიდე უკეთესობას. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი კანდიდატებისთვის რეგლამენტირებულია დრო პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით, მათ ექნებათ 3 წუთი, რათა გაასცენ პასუხი ჩემ შეკითხვას და წარადგინონ თავიანთი საარჩევნო პროგრამა თემასთან მიმართებაში. ბატონო ზვია, თქვენი დავიწყებ, საკმაოდ ბევრი სფერო არსებობს, საკმაოდ ბევრი პრიორიტეტი გვაქვს, მაგრამ რა ადგილს იკავებს თქვენ საარჩევნო პროგრამაში სოციალური სფერო? შეგახსენებთ, რომ ანუ 10 დაიწყო, 3 წუთი გვაქვს წარსადგენად. გისმენთ. მოსამართლების საშუალებაც არ აქვს. დიდი მადლობა უპირველესად მოწვევისათვის სტუდიაში. კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის აუმავალი ქვაკუთხედია საერთოდ სოციალური სფერო და ყველა დანარჩენი რაც ამ პროგრამაში არის ჩადებული, ამ ძირითადი მიმართულების, ასე ვთქვათ, შესრულებას მოემსახურება. სოციალური სფერო და ზოგადად ოჯახი და ინდივიდი იქნება ქართული ოცნების ძირითადი საზრუნავი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში. იგი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. ამ უჩვენებთან შეხვედრის დროს ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვსვამთ მარტივ შეკითხვას, რომ მართლა გავიგოთ განწყობა მოსახლეობის და ვსვამთ ასეთ რაკურსში შეკითხვას, თუ ვინ ცხოვრობს დღეს უკეთესად ვიდრე 8 წლის წინ და რა თქმა უნდა ყველანი გაგვირებული ერთმანეთს უყურებენ. შემდეგ შეკითხვაზე თუ ვინ ცხოვრობს უარესად ვიდრე 8 წლის წინ, თითქმის ყველა წევს ხელს და ხანდახან ორ ხელსაც წევენ. ეს შეიძლება ახლა ცოტა ისე რა ქვია, რიტორიკულად დასმული შეკითხვაც არის, მაგრამ ამ შეკითხვას ნამდვილად მოყვება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ საუბედუროდ სოციალურ სფეროზე და ადამიანების პირად ბედზე, პირად კეთილდღეობაზე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად არის ასახული. ის რაც გაკეთდა ქვეყანაში 8 წლის განმავლობაში, აი თქვენ ნახეთ, თუნდაც ამ სიუჟეტში პრაქტიკულად უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომელსაც თქვენ აზრი გითხრეთ, უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით და ეს არის რეალობა და მაყურებელი, ვინც კი ჩვენს გადაცემას უსმენს და უყურებს, ძალიან კარგად დაინახავს. საკუთარ თავებში ჩაიხედავენ და ამ შეკითხვაზე ზუსტად იგივე პასუხს გასცემენ, რასაც ჩვენ ვიღებთ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ძალიან ბევრის გაკეთებას გეგმავთ და აუცილებლად ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე საუბარი, არ ვიცი 3 წუთში ეს როგორ უნდა ჩავატიოთ. შეძლებს დაგორაცნოთ უკვე გვექნება საუბრის გავრცელების საშუალება. უპირველესად, რასაც ჩვენ გეგმავთ
ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე რეალური ზრუნვა. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, მე ჩემს პირად თავზე გამომიცდია, დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამომიცდია ეს, რომელიც გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა, როცა ჩვენი ქებული საავადმყოფოს ვერანაირი მომსახურებით ვერ ვისარგებლეთ. გადაშოვის ის გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი სტუმრობდა უზურგეთის საავადმყოფოს 16 დეკემბერს გასული წლის. არა, ამას პირდაპირ არ მივაწერთ, მაგრამ მე გეტყვით რას გულისხმობ. ჩვენ უბრალოდ ვერანაირი მომსახურება ვერ მივიღეთ იმ დღეს საავადმყოფოში. ბატონო, პროგრამაზე იყო კითხვა. პროგრამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ ვერანაირი მომსახურება ვერ მივიღეთ იმ დღეს საავადმყოფოში. ეს ერთი. მეორე, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა. ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენი, რომელსაც ქართული ოცნება სთავაზობს საქართველოს ამომრჩეველს, იქნება აბსოლუტურად რეალური და ჩვენ ყველა იმ ძირითადი, რაც გვაქვს ჩამოთვლით ჩვენთან პუნქტების მიხედვით, სულ დაფინანსებას პირდებით მოსახლეობას. გონებოდ ჩამოვთვლი ამ პროგრამას. გასაგებია, მაგრამ ანუ გვექნება უკვე საშუალება საუბრის გაგრძელების ჩვენი 3 წუთი ამოიწურა, გისმენთ ბატონ დავით, შეგიძლიათ წარადგინოთ თანხმობა. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მე ვესალმები ჩემს ოპონენტებს, ჩემს ამომრჩევლებს და საერთოდ გურულებს. ეხლა ავადმყოფის სხეული რომ განიგონოს ამისათვის საჭიროა დაისვას სწორი დიაგნოზი, მაგრამ ყველანაირი მკურნალობა წყალში იქნება ჩავარდნილი. რა არის ახლა ჩვენი უბედურობის მიზეზი, ამ სიღარიბის, სიღატაკის, სიტუხჭირის მიზეზი გარდა სააკაშვილისა და ივანიშვილის ტანდემისა და მისი მაფიოზური დაჯგუფებისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს გაჭირვებასა და სიტუხჭირესთან, თავარი დამნაშავე, მაინც გახლავთ არსებული ეკონომიკური პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ქვია ველური კაპიტალისტური დიქტატურა, კაპიტალიზმი, რომელმაც უკვე თავისი არსებობის ისტორიაში უკვე მესამეჯერ მიაღწია თავის განვითარების უმაღლეს და უკანასკნელ სტადიას და უკვე მესამეჯერ შევიდა კრიზისის გადამწყვეტ ფაზაში. მე მინდა შეგახსენოთ თქვენ არც ისე შორეული წარსული ისტორიისა, პირველი კაპიტალისტური კრიზისის დროს რა მოყვა მაგას ხო იცით რომ მოყვა პირველი მსოფლიო ომი და სოციალისტური რევოლუციები. მეორე კაპიტალისტური კრიზისის დროს მეორე მსოფლიო ომი და ნახევარი დედამიწის გაწითლება. მესამე კრიზისის დროს ერთმა დავიფაროს და მე იმედი მაქვს რომ მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება, იმიტომ რომ დიდი სახელმწიფოები ბირთვული ენერგიით და ატომური ბომბის გამო ერთმანეთს არ გადაეკიდებიან, მაგრამ ჩვენი პატარა სახელმწიფო, დაუცველი სახელმწიფო აშკარად საშიშროების ქვეშ იმყოფება. რომ არ გახდეს საველე პოლიგონად და არ გახდეს აი ამ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ზღვარად. სხვა ყველაფერი არის ზედნაშენი, ეს გაჭირვება, სიტუხჭირე, რატო ვართ ახლა ამ მდგომარეობაში ჩვენ? და რატო ვახსენე ახლა ეს ტანდემის ვახსენე და ეს პოლიტიკური ჯგუფები ვახსენე პრაქტიკულად? ამ ხალხის ხელშია ყველა ჩვენი სტრატეგიული ობიექტი, ყველა წიაღისეული. ზოგმა მთელი 20 წლის განმავლობაში სამწუხარო რომ მხოლოდ 8 წელიწადს მეაგერებენ და 8 წლის ისტორიით ვჯერლობენ ეს ხალხი და პრაქტიკულად 20 წელიწადი ეს ხალხი არიან ხელისუფლებაში. სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პარტიული კუთვნილებით. აიხსენეთ რა იყო მოქალაქეთა კავშირის დროს, რა იყო აღორძინების დროს, აბსტრაქტული უიდეო უბსოხედელო პარტიები იგივე შემთხვევას აქვს საქმე და სამწუხარო და საუბედუროდ საქართველოში არ მოხერხდა ამ 20 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, უდიდესი ფული აქვს დასავლეთის ჩაყრილი და გრანტების აკრედიტაციის სახით უდიდესი თანხებია შეჭმული ამ დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პარტიები შექმნილიყო. და პოლიტიკურ პარტიებს შორის ყოფილიყო დავა. ყოველთვის გვაქვს რაღაც აბსტრაქტულ გაერთიანებათა ჭიდილი და ამაში ხალხი კიდეც მოტყუებულია, კიდეც ზოგი გაყიდულია, ზოგი შეშინებულია და ვერ იღებს საზოგადოება სრულყოფილ არჩევანს. ჩვენი სლოგანი სწორედ აი ამ გაჭირვებაზე და გითხრათ ახლა ჩვენი პროგრამაც დიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ეს არ უნდა იქნეს მიღებული პირდაპირი გაგებით. ყველას კი არ წავართვეთ კაცო. გამორჩევით. იმას ვინც ძალით მithვისა, მაგრამ მე გვირდებით ვიცავარ ყველაფერს თქვენი ტელევიზიის წინაშე, თითოეულ თქვენთაგან წინაშე. ვინც შეისყიდა იმას, დაუბრუნებთ უკან ძალიან გთხოვთ. ეკვივალენტით, კუპონების ეკვივალენტით, ლარებში, დოლარებში, ევროებში ყველაფერს დაუბრუნებთ. შემდეგ შეკითხვაზე გვექნება საშუალება. ერთი ეს არის სრული ჭეშმარიტება, რაც მე დღეს მოგახსენე, როგორც 2-ჯერ 2 4 ასე გვასწავლდნენ. ადრე 4 იყო, ახლა 2-ჯერ 19 38-ია. გასაგებია, არასწორად ვაყენებთ კანდიდატებს უკაცრავად, ბატონო კახაბერ გისმენთ. ტანდემით დაიწყეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. უსურვებ ეცხოვროს ერთიანი საქართველოში ყველა თაობისა
პირობებისათვის, სადაც შვილებს ექნება განათლება, მშობლებს იქნებიან დასაქმებულები და პენსიონერები იქნებიან დაფასებულები. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ჩვენი პროგრამა მოიცავს 10 პუნქტს, რომელიც არის ჩვენს ფლაიერში ჩამოყალიბებული, ჩვენი აქტივისტების მიერ და ოზურგეთის მოსახლეობას და შეიცავს შემდეგ პუნქტებს: ერთიანი საქართველო ყველა თაობისათვის, ხელმისაწვდომის ჯანდაცვა, დაფასებული პენსიონერი, განათლება დასაქმებისათვის, მცირემიწიანი გლეხიდან კონკურენტული ფერმერებამდე, მცირერიცხოვანი და პროფესიული არმია, სამართლიანი ტარიფები ხალხს, რომელიც ყველაზე უფრო გვიჭირს, ინფრასტრუქტურა ყველა ოჯახის კეთილდღეობისათვის, სახელმწიფო ვალების გარეშე, მართლმადიდებლობა უპირატესი თანასწორთა შორის შეინარჩუნე და განავითარე. ეს ჩვენი სლოგანი, უბრალოდ სლოგანი არ არის, ჩვენი სლოგანი არის ჩვენს პროგრამაში გაწეული, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები პირდებით ჩვენს მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში თანდათანობით და არა იმპულსიურად შევასრულებთ. კონკრეტული მაგალითად ჩვენ დანაპირებში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამორჩეულებს პირდებით ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დაფასებული პენსიონერი. ეს ნიშნავს რა? საპენსიო უზრუნველყოფა 2 მილიარდი ლარამდე გაიზრდება. ამ თანხაში შევა ვეტერანების პენსიებიც, ასაკობრივი პენსია 2014 წელს იქნება 200 ლარი, 2015 წელს იქნება 220 ლარი, 2016 წელს იქნება 240 ლარი. ეს არ იზრდება იმპულსურად, როგორც მაგალითად დღეს არის დაყოფილი 67 წლამდე პენსიონერები და 67 წლის შემდეგ, რომლებსაც მოემატათ, ასე ვთქვათ, პენსია. ახლა ჩვენი სიუჟეტი ვნახეთ, სადაც ჩვენი დასაფასებელი ფენა, ჩვენი პენსიონერები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს დასვლა. კი ბატონო, მადლობთ, რომ მათ აქვს დასვლა, მაგრამ ჩავიხედოთ შეთ რა წერია ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ იქ არის ისეთი ჩამონათვალი წამლების, რომელთაც უნდა ისარგებლოს პენსიონერს, რომ მათ თითქმის არ ჭირდება ელემენტარული წნევის წამალით შეიძლება ითქვას, რომ მაგ არ არის. ჩვენ მაგალითად ეს იყო ასე თქვა ჩვენი პროგრამა მთლიანი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ყოველი შემთხვევისათვის მე მინდა ჩემმა მაყურებელმა იცოდეს, რომ მე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ჩემს ამორჩეულებს, ჩემს ოზურგეთლებს, რომ 2010 წელს მათ ხარი დაგუჭირეთ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას და მე მომცენ დობის მანდატი საკრებულოში. ჩვენ 4 მანდატი გვაქვს საკრებულოში, ისე ჩვენ ამორჩეულნა კონკრეტული მაგალითი შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომელიც არ გაითვალისწინებს. ეს მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახები, ვეტერანების ოჯახებისათვის ყოფილიყო კონკრეტული სუბსიდირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც იყო ერთ თვეში 12 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის გადასახედიდან განთავისუფლებისათვის. მოგესალმებით ყველას, მე შევეცდები ამ სამწუთში ვისაუბრო იმაზე, თუ რას გრძნობ ამ პერიოდში, სანამ გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა შეხვდეთ, თუმცა მე ამ შემთხვევაში ოცნების წარმომადგენელს მინდა ერთი რამე უთხრა, მე არც სადადის და ვის ხვდება ეს და რა განწყობებს ხედავს ადამიანებში, მით უმეტეს მას ამის ძალიან ცოტა დრო ქონდა, ეს არის სულ რაღაც 20 დღე, რომელსაც მე როგორც მესმის, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გლობალური საკითხებია და სწორედ ამ გლობალურ საკითხებზე ვისაუბრებთ ადამიანებს და რეალისტურად ვიცით ის განწყობა, რომელიც ოზურგეთის და ზოგადად გურის მოსახლეობას აქვს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მე ვიყავი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მანამდე ვიყავი, რა ქვია, გუბერნატორი. მე მინდა გითხრათ, რომ ამ 4 წელმა, რთულმა წელმა ჩემთვის დამნაშველოვანმა წელმა მომცა საშუალება, რომ აბსოლუტურად სწორად შემეფასებინა ის გამოწვევები, რომელიც ზოგადად გურიას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ოზურგეთის რაიონს გააჩნია და სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად ჩემმა მთავრობამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა და დგავს ამ ნაბიჯებს. მე მინდა გითხრათ, რომ ადვილია დღეს საუბარი მით უმეტეს ფლაიერებიდან, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ ცუდი შთამომავლობა ჩავიბარეთ და ჩვენ ვსაუბრობთ 8 წელიწადზე და მე მინდა გითხრათ, რომ ამ 8 წელიწადზე როცა ვსაუბრობთ, გავხსნათ პენსია რამდენი იყო, ის იყო სულ 14 ლარი. და დღეს ყველა მეორე მოსახლე დაზღვეულია. დღეს ჩვენ ამ კულტურას, რასაც დაზღვევის კულტურა ქვია, ვნერგავთ ჩვენ მოსახლეობაში და მე მინდა გითხრათ, რომ ის პროგრამა, რასაც ქვია, იგივე სავანტყოფოები, ეს ყბადაგებული თემა იყო საბოლოო ჯამში, მე მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ მომეცა საშუალება, ვისულიყავი მეორე დღეს, როცა მილიონი ადამიანით მეტი დაეზღვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგს ვერ მომიყვანენ ჩემი კოლეგები იმისა, რომ რომელიმე ქვეყანას ესეთი თამამი ნაბიჯი გადაედგა. მე მინდა გითხრათ, რომ იმ სავანტყოფოში, რომელიც არის სამაგალითო, მე ვფიქრობ და ცუდია, რომ სხვა რაიონებსაც გურიის ჯერჯერობით ექს მე პირადად დავწმუნდი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა თავისთავად გარკვეული შიშები, ხა მილიონი ადამიანის მეც რო დააზღვევ შესაბამისად, გარკვეული პრობლემატიკა შეიძლება ამ შემთხვევაში დადგეს და მე მივედი და კომპეტენციის ფარგლებში თავისთავად შევეცადე გარკვეულიყავი. თუ რას მოიტანდა ეს, მე მინდა გითხრათ, რომ ვარ ბედნიერი იმისა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენ შევძელით და მე მინდა გითხრათ, რომ ეს მოხდა ამ პატარა პერიოდში. მილიონი ადამიანით მეტი დაიზღვა, ეს არის სასწაული რაღაც და ჩვენ თავისთავად გვინდა აბსოლუტურად ყველა კატეგორია და რა თქვა 5 წლამდე და ამ შემდეგ თქვენიც ხა მე დროს არ დავკარგავ კატეგორიების
დასახელებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მე მინდა გითხრათ რომ ეს პროგრამები არ მუშაობს მარტო ცენტრალური ბიუჯეტიდან და თქვენ თუმცა საკრებულოს წევრი ბრძანდებით და იცით რომ დაახლოებით 17 სახის სოციალური დახმარება არის რომელთაც საკრებულოს მოსახლეობა ოზურგეთში რა. ხა სასწაულია ჩვენ მესმის რომ ყველაფერი უცებ გვინდა მაგრამ უცებ ქვეყანა ესე არ ვითარდება და ჩვენ ისეთ სწრაფად მოძრაობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ გავაგზავნებთ ამ მიმართულებით მოძრაობას რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრას სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრა მაძლევს საშუალებას რომ სწორედ მიმართულებით მიმართოთ ის რესურსი როგორც სოციალური მიმართულებით ასევე ბიუჯეტიდან რომ ეს ჩვენი ხედვები იყოს დიდი მადლობა. შემიძლია რაღაც ძალიან ეკავდე. არა, ცოტები ზუსტად იყო განსაზღვრული. მოდი თემის კონკრეტიკაზე გადავიდეთ. პენსიების თემა ბატონოს ვიად კანდიდატებმა ახსენეს. ქვეყანაში გაიზარდა პენსიები ბოლო ინიციატივის მიხედვით ხელისუფლების, მაგრამ მოხდა პენსიონერების დიფერენცირება, ანუ დანამატს მიიღებენ 67 წლის ასაკის ზევით პენსიონერები. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ამ მხრივ რა ინიციატივას დააყენებთ პარლამენტში გავითვალისწინეთ ისიც რომ პენსიონერები ყველაზე აქტიური ამორჩეულები არიან? თავშორის არა მარტო პენსიის ოდენობაზე აქვს მოსახლეობას ინტერესი გამახვილებული, არამედ საპენსიო ასაკზე. თქვენ იცით რომ საპენსიო ასაკი თავის დროზე რაღაც აბსოლუტურად განსაკუთრებული შესწავლის გარეშე ესე ვოლუნტარისტულად იქნა გაზრდილი და ამან თავის დროზე მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ნამდვილად. იმიტომ რომ ყველა შეხვედრაზე გვინდა თუ არ გვინდა ეს ჩვენ ნამდვილად ადამიანები გისვამენ ამ შეკითხვას რა ეშველება საპენსიო ასაკს. უპირველესად ეს შეკითხვა ხოლმე იმითაც არის გამოწვეული რომ ადამიანების ის კატეგორია რომლებიც ჯერ არ არიან საპენსიო ასაკის მაგრამ არიან 45-50 წლის ზემოთ პრაქტიკულად არავის შემოსავლის წყარო არ გააჩნია იმიტომ რომ ისინი ასე ვთქვათ ჩამოწერილები არიან ჩარეცხილები არიან მეორე გაგებითაც იცით და არა ეს ნამდვილადაცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამის მაგალითები და უხვათა გვაქვს საზოგადოებაში და ამათ ადარდებთ რა თქმა უნდა ეს საკითხი და ზუსტად ალბათ ამიტომ ხდება ეს საკითხიც აქტუალური საპენსიო ასაკთან დაკავშირებით ჩვენ პირდებით მოსახლეობას ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ დავუსახელებთ ზუსტ ციფრებს და ზუსტ ასე ვთქვათ გარემოებებს მაგრამ აუცილებლად ამ საკითხში ჩნდება ძალიან სერიოზული შესწავლა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საპენსიო ასაკი გახდეს დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი და სწორი ეკონომიკური გათვლების საფუძველზე შეცირდეს იმდენად რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი მაგრამ დღეს რომ ჩვენ შევკვიდეთ მოსახლეობას რომ აუცილებლად 5 წლით შევამცირებთ საპენსიო ასაკს ეს იქნება ჩვენგან ძალიან დიდი რაც შეეხება პენსიას ჩვენ პირდებით მოსახლეობას რომ ხელისუფლებაში მოსვისთანავე ჩვენ მას აბსოლუტურად დარწმუნებით პირდებით რომ ყველა რესურსი გამოვზავნით იმისთვის რომ გარანტირებული ასაკის მიერ ასაკის შესაბამისი პენსია გაუდოვოთ საარსებო მინიმუმს და პენსია გახდება დიფერენცირებული მოხდება აუცილებლად სერიოზული რეფორმა საპენსიო სისტემაში და ის ადამიანები და პენსია თანდათანობით გაუთანაბრდება საპენსიო მინიმუმს, რომელიც ამასთან ერთად იქნება აუცილებლად გადახედილი და გახდება რეალური. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად გარანტირებული საპენსიო მინიმალური ზღვარი იქნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს და აუცილებლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც ვერანაირად ვერ ეხისათ ასეთი სტატუსი, იმათ ეს სტატუსი აუცილებლად მიენიჭებათ. იმათ ისინი შეიძლება საერთოდ ძალიან დიდი თემა და მართლა ძალიან ძნელია სამწუხაროდ შემეჩნდება. გასაგები, მაგრამ გადავიდეთ. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელზეც გავაცნოთ თქვენი პარტიის თვალსაზრისები ამ ხრი, ანუ იგივე შეკითხვა მექნება თქვენთან პენსიებთან. სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია და საერთოდ ეკონომიკა, ეხლა რომელ პენსიაზე და ხელფასებზეა საუბარი? ბიუჯეტი უნდა ივსებოდეს შიდა მრეწველობის და შიდა მეურნეობების ხარჯზე. ჩვენი ბიუჯეტი ყველა ამის ივსება ჯარიმების ხარჯზე, უცხოური დახმარებების და გრანტების ხარჯზე. დამთავრდა უკვე სოფლიოს თავის კრიზისია მოქცეული. აღარავის არ ეცლება სულ ერთ წელიწადში ჩვენთვის. მე და ეს ყველაფერი. ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ის სტრატეგიული ობიექტებია, რომელიც ერთეული ოლიგარქები გვაზიან კისერზე და წურბელასავით გწოვენ სის, ამ ხალხს უნდა ჩამოვაშოროთ ეს ბერკეტები, ეს ეკონომიკური ბერკეტები და ჩვენ არა ხშირად იძახეს ხელისუფლება ნავთობის ქვეყანა არა ვარ, ნავთობი თუ არა გვაქვს, ოქრო გვაქვს, წიაღისეული გვაქვს. ტრანსკავკასიური დერეფანი გვაქვს, რომელსაც უამრავი მილიონები და მილიარდები შემოაქვს. არ მოდის ბიუჯეტიდან და არ მიდის ერთეულების ჯიბეში. ასე არც პენსია იქნება და არც ხელფასი და არაფერი.
დასაგებია მადლობა. ნუ კახა თქვენ თავადვე ახსენეთ პენსიების თემა, ანუ განსაზღვრული გავტკიდეთ, ანუ რაოდენობრივად, ანუ როგორ აპირებთ აი ამ ყოველთვის? ეხლა ვიგეთქვით, 60 ჩვენ ალბათ გავსოთ, როდესაც ბატონო გიგიბულოვან ქალაქის თბილისის ქალაქის მემორიალმა და 10 ლარის პენსია თბილისის მოსახლეობა ჩვენ ქრისტიან დემოკრატებმა მაშინ პროტესტი გამოვთქვით, რომ ეს გამოვიდა პენსიონერების დიფერენციაცია, ანუ თბილისელებმა და დანარჩენ საქართველოს. ეხლა ჩვენთვის გაუგებარია მაგალითად რატო განისაზღვრა 67 წელი გამყოფ ზღვრად, რატო არის დაუშვათ 67 წელს ზემოთ დანამატი და 67 წელს ქვემოთ დანამატი. მე მგონი ორ მაგ სტანდარტთან გვაქვს ჩვენ საქმე და მე წეღა რომ ვახსენე აი საქართველოს თლიანობისათვის მებრძოლები და დაღუპულ ოჯახებისათვის სუბსიდირება ეს შეადგინა თვეში 12 ლარს ერთი ბენეფიციარისათვის. მაშინ ხელისუფლებიდან ჩვენ მივიღეთ არგუმენტი, რომ ჩვენ ვერ დავყოფთ ომის მონაწილეებს კატეგორიებად. მე უბრალოდ გამიშთა კითხვა, რომ რომელი უფრო არის დაყოფა პენსიონერების მიერ 67 წლამდე პენსიის არ გაზრდა, თუ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება. რაც შეეხება მე უპასუხებ ბატონ რამას, რომ საკრებულოში მართლაც არის სოციალური პაკეტი, სადაც არის სხვადასხვა ასე ვთქვათ სოციალური მიმართულებები გათვალისწინებული. მე ჩემ წილ პასუხისგებლობას არ გავექცევი როგორც საკრებულოს წევრი, აღნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ ზუსტად საკრებულოს გუნდის დამსახურება არის ზოგიერთი პროფესიონალის იქ რომ არის, კერძოდ ექიმები მიყავს ხედველობაში, რომ ჩაიდო დიალიზის დახმარების პროგრამაში, ჩაიდო აქამდე არ იყო, მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად ის, რომ არ არის გათვალისწინებული, მოგეხსენება თქვენ ახალი საავადმყოფო ახსენეთ აქ ტუბერკულოზის სტაციონარული მკურნალობა, პენსიონერებთან მიმართებაში უბრალოდ ეს მიემბა თემას და ამიტომ ბატონო რამაზან სოციალური თემა ახსენა და სოციალზე საუბრობთ მაშინ. კი, განაცვალეთ. ხო და აქედან გამომდინარე უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ კონკრეტულად ყოფილიყო საკრებულოში გათვალისწინებული ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლება რომ გადაადგილების მოგეხსენება ტუბერკულოზით დაავადებული არის სპეციფიკური დაავადება, არ ერთგვარი გზით გადაადგილდება ის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალება არ შეიძლება. კარგი იქნებოდა კიდევ მე ისევ იმ აზრზე ვარ რომ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული აუცილებლად როგორც სოციალურ პაკეტში კონკრეტულ მუხრად და არა დაუშვათ სოციალურ როგორც დახმარება სოციალური შეჭირვებისათვის. გასაგებად გისმენთ ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი ოპონენტი ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ისე ოცნების ჩვენ კი კოალიციაში ვართ როგორც ლეიბორისტებს გონიათ თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეს გესმოდეს რომ ჩვენ უკვე დათვლილი გათვლილი გვაქვს და ვიცით რადგან მივდივართ და არ ვაპირებთ თავრობაში მოსვლის შემდეგ ამ ყველაფრის გარკვევას. ეს ყველაფერი დალაგებულია, ეს არის დამყარებული ყველაფერი გათვლებზე და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ დანაპირებს და იმ დანაპირებს რომელიც ქართული მოსახლეობა მიიღო შევასრულებთ ყველა შემთხვევაში და არის მიზეზები ამ ეტაპზე ეს რატო არ მოხდა? მე მინდა გითხრათ რომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იყო 14 ლარი პენსია და ეს ამ პენსიის რაოდენობა გაიზარდა საკმაოდ მნიშვნელოვნად და 2013 წელს იქნება ეს $100 ეკვივალენტი ლარებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას თავისთავად უნდა ეკონომიკური გათვლები, რომელიც ჩვენ გაკეთებული ვართ და არა ვართ საეჭვო და გაურკვეველი ეკონომისტების იმაზე ხუფენიებს და ვიღაცებს დამოკიდებული და მადლობა გმეც რომ ამ გზით მიდის ჩემი ქვეყანა მიუხედავად იმისა რომ გადავიტანეთ სერიოზული ომი. ომი იმ სახელმწიფოსთან რომელსაც დღეს ზოგიერთები ელოდებიან სერიოზულად საქართველოში, რასაც თავისთავად არ დაუშვებთ. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ დანაპირებს ყველა შემთხვევაში შევასრულებთ. თავისთავად შესაძლებელია იყოს გარკვეული ხარვაზები და ეს თქვენი საკრებულად თქვენ ხართ ხალხის შეეულები და თავისთავად დარწმუნებული ვარ თუ მომეცემ მე საშუალება მე სხვანაირად დავაყენებ ამ საკითხს პარლამენტში თქვენ დარწმუნებული ვართ თქვენი ბერკეტი გექნებათ და თქვენ საკრებულში დააყენებთ ამ საკითხს რომელიც კონკრეტულად შევა ტუბერკულოზს ეხებოდეს და მე არ მინდა რომ კონკრეტიკაზე დავიდე თორემ მე შემიძლია დავიდე კონკრეტიკაზე რა შუაში იყო ხა ვიღაც დედის გადაწყვეტილება ამ ხელა დიდი ტრაგედია მით უმეტეს დაკავშირება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან, ხა. კიდევ ერთხელ ვიზახ ყველაფერის უტრირება არ შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა პენსიონერი და თუ დაინახეთ პირველი გამოსვლები, მეორე გამოსვლების დაინახეთ და პროგრესი მნიშვნელოვანია იმ პირობებში რომ გადავიტანეთ რუსეთთან ომი. რუსეთთან, რომელსაც აქ ელოდებიან ბოდიში რა. აქედან გამომდინარე ჩვენ უკან არაფერს დახევას არ ვაპირებთ, უკვე გვაქვს გათვლები, გვაქვს კონკრეტული დანაპირები, გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც კონკრეტულად პენსიებს ეხება. თავისთავად გარკვეული ხარვაზები იყო და ამას თავის მიზეზი რაც თქვით ამას გავაკეთებ და 2000 წელს $100 პენსიას ყველა შემთხვევაში გავცემთ მოსახლეობას. დანარჩენი ეს არის
კვლევის შედეგები და ამ კვლევებს სამსახურები ატარებენ, ჩვენ თავისთავად მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვინდა დაპირებები იყოს, და $500 გავცემთ, $1000 გავცემთ, რომ მოვალთ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გვასწავლა 8 წლიანმა მთავრობაში ყოფნამ, რომ ადამიანებს რასაც ვეთქვით უნდა გავაკეთოთ და ამ გზით მივდივარ და მივალთ კიდეც ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ესე ლაპარაკი არ გვინდა, ესე ჩვენ რომ მოვალთ, ეხლა უნდა კვლევა, მე გავთვლით თუ ადამიანებს რაღაცებს ეუბნებით, უნდა გათვლილი უკვე გქონდეთ. და უნდა თქვენ სპეციალისტებს უნდა გქონდეთ ეს გათვლილი 40 წელს რა იქნება და როგორ იქნება და არა როცა მოვალთ, მე გავაკეთებ. ეს დაპირება არის. ჩვენ კონკრეტულ გათვლებზე გვაქვს დაფუძნებული და იმ შემოსავლებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ღებულობს და იმ სერიოზულად გაძლევ ბიუჯეტზე. პატონცემულებო, მე მინდა გითხრათ, რომ მილიარდი იყო ბიუჯეტი თითქმის და 8 მილიარდზე მეტია დღეს. არა, უნდა თქვა, ხო? გასაგებია გისმენთ, მაგრამ შემდეგ შეკითხვებზე უკვე გვექნება საშუალება, რომ განაგრძოთ თქვენ. არა, პრობლემა, მე მინდა გითხრათ, რომ ვიცით რას ვაკეთებთ და ვიცით როგორ გავზით ამ პენსიას და როდის გავზით, ესაც ვიცით და უკვე გათვლილი გვაქვს კიდეც. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, შევხედეთ კიდეც ნაწილობრივ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, არსებობს სახელმწიფო დაზღვევა, თუმცა არის რიგი დეტალები თანადა ფინანსებასთან დაკავშირებით, იგივე მედიკამენტების ჩამონათვალთან დაკავშირებით. ანუ მუშაობთ თუ არა ამ საკითხზე, შესწავლილი გაქვთ თუ არა ამ ვითარება და ანუ რას აპირებთ ამ კუთხით, კოალიცია რას აპირებს, თქვენ რას აპირებთ? იცით, თუ არ მომეცით საშუალება რომ უპასუხო ამაზე ისე არ გამოვა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დაპირებებზე, მე ვფიქრობ, მაინც ჯერ ერთი ძალიან მინდა რომ ყველამ შევინარჩუნოთ კორექტულობა და ვაპელირებთ ისეთი გამოთქვებით, რომ ვიაცა და რაღაცა. რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ერთმანეთს თქვენ პრეზიდენტზე საუბრობდა კორექტულად რას ეშოს კორექტულად იძახთ რომ დერჩემი რომ გარდაცვალა იმ დღეს სამოქალაქოში მივიდა პრეზიდენტო შეიძლება მეც გინსულიყავ ამის ჩემი რა ამაზე მოგავამახვილებთ ეს ნამდვილად არ არის მომგებიანი თემა თქვენთვის იმიტომ რომ ჩვენ საავადმყოფოებში ნამდვილად არ გვაქვს ისეთი სიტუაცია რომ ამით ვიამაყოთ იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაცვა პრაქტიკულად ხელმისაწვდომელია და თუნდაც იმ პოლისებზე რო ვისაუბროთ დღესდღეობით თვალნათლივ შეიძლება ითქვას რომ პოლისები აი კახაც კი დამედასტურებდა აგერ თვითონ თქვა რომ პოლისები პრაქტიკულად გამოუსადეგარია თქვენ შეხვდებით ძალიან ბევრი ადამიანს რომელიც გეტყვით რომ 300-400 ლარის წამალს ისე იყიდის რომ პოლისი არანაირად შეღავაც მათ ამისთვის არ აძლევს ისე როგორც ჯანმრთელობის დაცვის ძალიან ბევრი სახის მომსახურებაზე პოლისები არ აისახება რაც შეეხება ჩვენს დაპირებას ჩვენ რასაც ვამბობთ ამას მთელი პასუხისგებლობით ვამბობთ თორემ ჩვენ ძალიან კარგად შეგვეძლო ხა დაგვეწერა ციფრები და ამ ციფრებით ასე ვთქვათ მივსულიყავით მოსახლეობასთან მაგრამ მე არ მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული სითამამის გზნობა უნდა გქონდეს ჩვენ იმის გამო რომ უკვე მე-9 წელია მოსახლეობას პირდებით $100 პენსიას რაც არ უნდა მოხდეს რა მიზეზებიც არ უნდა მოვიყვანოთ დაპირება $100 პენსიის თაობაზე იყო გაცემული თავიდანვე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მე-9 წელიწადს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ისევ აქვს იმის ასე ვთქვათ მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ ყოფნის სითამამე რომ დღესაც ხალხს უთხრას რომ $100 პენსია გექნებათ ყველაფერი ამის შემდეგ რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ჩვენ არა ვხედავთ იმას რომ თქვენ რაც ეთამბზო უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ზუსტად რა იქნება ერთ წელიწადში და გამარჯვების შემთხვევაში რომ დაიშლები და ამებზე რომ საუბრობთ მე მინდა სწორად იყოს მე მოდი ჩვენ სოციალურ სფეროზე დამშელოვანი ხარ თქვენ მე მომართეთ ამ შემთხვევაში და მინდა აგიხსნათ იმიტომ რომ თქვენ ვინ რა დანაპირებებზე საუბრობთ ან ვინ უნდა შეასრულოს დაპირება რომელსაც თქვენ დღეს იძლევით კაცმა რომელიც იძახის რომ წავალ აღარ ვიქნები იმაშიო დავიშლებითო და მე ვის მოთხოვოს ოზურგეთელება თქვენ აღარ იქნებით როგორც არ იხავით მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც მე ვიცი სკოლის დამთავრების შემდეგ არავინ არ გისმოდა არაფერი არ იცის რა გასაკეთებია ბექგრაუნდი არ აქვს და საუბრობთ იმაზე რომ თურმე თქვენ რომ დაპირდებით ერთად რა ჩვენს ბექგრაუნდზე თქვენ ამას უკვე მეორეჯერ აკეთებთ შეიძლება უფრო ხშირადაც აკეთებდეთ რას ვაკეთებთ არა ჩვენს ბექგრაუნდზე ყველაფერს მე გეუბნები ვის დანაპირებდა რა მეც ვიცით თქვენ რაც გააკეთეთ არ არის ამაზე საუბარი საჭირო ჩემს ბექგრაუნდზე მით უმეტეს მე თქვენ მოგიწოდებთ რომ ჩემს ბექგრაუნდზე ძალიან გთხოვთ მოსაუბრეთ მე ჩემზე საუბრობ მე თქვენ ჩემზე საუბრობთ არა აი ზაკეთო დანაპირებო ჩვენ დანაპირებო ვერ გავერკვიეთ ჩვენ ჩვენ ვერ ვის ვინ უნდა შეასრულოს დანაპირებო ოზურგეთში ბატონო იყავით ასე აგრესიული და საზოგადოებრივი გასაჭრელს თქვენი ლიდერი წავა შემდგომში თქვენ აღარ იქნებით სავარაუდოდ ვინ იქნება ვინ შეუსრულებს გამარჯვებას ჯეტი ვერ გაიმარჯვეთ ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ყველაფრისა იმისა გადაცემის შემდეგ ნაწილში თუ შეიძლება თემა არასწორი ინტერპრეტაცია
პოლიტიკური მოსახლეობა გაარკვევს ინტერპრეტაციას 1 ოქტომბერს რა და ბოლო-ბოლო დაესწრება წერტილი ამ დემაგოგიას რა და უცნაურ დაფინებებს რა რომ ღარიბს ვარდო და მდიდარს ვარდო რა არ არის ეგრე რა პრობლემებია და პრობლემებთან რა ქვია მოსახლეობასთან რა კარგინათ ეს ოთახებიდან ლაპარაკი ხალხთან რა 4 წელი ამ ხალხთან ერთად ცხოვრობ და ყველა პრობლემა ვიცით თქვენ ზოგადად საუბრობთ ჩვენ რომ მოვად დავფინდებით ეს ჩვენი პრობლემებია და ჩვენ ვიცით ეს პრობლემა უფრო რთულია ეს პრობლემები არანაირად არ შედგებიან მიდით არა შეხვედრისთვის აი ადამიანურად მიდით და ცხოვრებაზე ესაუბრეთ აუხსენით როგორ აპირებთ რომ რუსეთი მოიყვანოს საქართველოს შეიძლება ძალიან გთხოვთ ოპონირების საშუალება გვექნება გადაცემის მეორე ნაწილში გთხოვთ განვაგრძოთ გასაგებია სოციალურ პრობლემასთან რუსეთი რაშუაშია სალშია მაგის გამოა რომ პრობლემები აქვს საქართველოს მოსახლეობასთან რა გავხდებით რომ გავითიშოთ ეთერიდან და ძალიან გთხოვთ მიცეთ ერთმანეთს ბატონო გავაგრძელოთ ეს დავასრულოთ ჟანდაცვის თემა და გადავიდეთ ლეიბოლისტების წარმომადგენლზე ბატონ დავითზე გისმენთ ხოლო რაც შეეხება ანუ მოსაზრებებს თქვენს გადაცემის მეორე ნაწილში შეგვიძლია რომ ერთმანეთს დაუსვათ თუ საუბრობთ სოციალურ პრობლემებზე ვისაუბროთ სოციალურ პრობლემებზე სათქმელი იმდენი გვაქვს რომ ამდენად ვერ გაგვაჩერებთ ხელმისაწვდომობაზე საუბარ და დავასრულოთ თემით ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ იმაზე რომ მოსახლეობას პირდებით რეალური ჟანდაცვის პროგრამას ჩვენ აბსოლუტურად პასუხს ვაგებთ იმაზე რასაც პირდებით მოსახლეობას მე მიმაჩნია და ეს არის ჩვენი აბსოლუტური ღრმაწმენა რომ ის რაც დღეს გვაქვს ჟანდაცვის სისტემაში არის იმის მიათედი რის გაკეთებაც დღემდე შეიძლებოდა ამ ქვეყანაში ნამდვილად და არ არის ახლა ხელოვნური მიზეზების მოძებნა საჭირო იმისათვის რომ გავამართლოთ რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ მოხსნილი ქონდა დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობაზე და არჩევნების წინ კლავინდებურად როგორც წესია ყოველთვის ახსენდებათ მოსახლეობა, ახსენდებათ ამორჩეველი და ყველაფერი ეს თვალნათლივი მაგალითი აი ჩვენ სირგვლივ ხდება დღენიათაკ. რომელი ერთი დაპირება ავიღოთ, თუნდაც ის დაპირება რომ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ახლა შევესიეთ და არჩევნების წინ დავიწყეთ ქალაქის გადათხრა და ასე შემდეგ. აი უბრალოდ მაგალითს გეტყვით ახლა მოვდივართ შეხვედრიდან ნატანებში, ზემონატანებში, კომონატანებში ქონდა შეხვედრები და ერთ-ერთმა ნატანებმა გვითხა რომ შრომაში იმის შემდეგ რაც პრეზიდენტმა საზეიმოდ გაჭრა ლენტი პრეზიდენტი როგორც კი წავიდა იქ სამუშაოები შეწყდა ეგრევე და არანაირი სამუშაოები არ გაგრძელდა. მე რაღაცას გეტყვი და მე იტყვით რომ უსავა რა ქვია გვაცალოთ და რა თქვენ სიძახით ახლა იტყუები თქვენ. არაფერს არ ვიტყუები. გეუბნებით რომ აბსოლუტურად შრომელებმა იციან. შრომელებმა თქვენ ჭორებს ლაპარაკობთ და ორღობეში ვიღაცამ რაღაცა გიქნა. არავითარ ორღობეში ეს იყო ხალხი. რას ლაპარაკობთ? ბაცონო მაგ პროექტს შეჩერება არავის არ შეუძლია ამ ქვეყანაზე რა. ეს არის დანაპირები ამ ქვეყნის. არა, ნუ ეგრე თუ ვაპირებ, ბაცონო სანცუდი იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნები რა. მე არ მე აქ იმიტომ არ მოვედი, რომ რაღაც იმებზე ვისაუბრო, რაც გინდა რომ შენ ისაუბრო და თქვენ უბრალოდ უკაცრავად და მიმართო ხალხს და დააბოლოთ ეს ადამიანები რა. რებზე ლაპარაკობთ? რა ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკობთ პირადად თქვენ? აზზე ხართ? იცით რა ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკობთ? ზოგადად რა ჟანდაცვაზე ლაპარაკობთ? კომპეტენტური ხართ? შეხები ხართ რომელიმეს? აი ამ პრობლემას რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, იმის გარდა თქვენ ოჯახის წევრი შეეხო? მე მინდა გითხრათ პატუცემ ეწუთ რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხა. ფორმა ხა მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ რითი მოდივართ ეხლა მე მინდა აუხსნა ადამიანს ისეთ წამგებიან ის ტელევიზორზე ერთუთ რა თქმა უნდა თქვენთვის ის წამგებიანია და სხვა მხრივ ვერადაიღებს ეხლა მათ ტყუილს იძახის და მე არ მინდა რომ თქვას ტყუილი იმიტომ რომ მინდა რომ საბოლოო ჯამში 1 ოქტომბრის შემდეგ ვიმეგობროთ და თუ რეალისტურად უნდა ქვეყანას დაუდგეს ქვეყანას გვერდში ყველა ადამიანი გინ ლეიბორისტი იყოს გინ ფეხბურთელი იყოს მნიშვნელობა არ აქვს რა და გინ ქრისტიან დემოკრატი იყოს რომელსაც ჩვენურად აქვს ჩამოყალიბებული ფლაიერზე ეს საკითხები რომელსაც ამ მოსახლეობას აწუხებს რთულია თავისთავად ქვეყნის მართვა და უამრავი გამოწვევა არის მაგრამ გზები რომელსაც ლაპარაკობს პაცემო შენ რო იცოდე რა ოზურგეთელი ხო ხარ შენ სკოლა დაამთავრე ოზურგეთში ხო მე მინდა გითხრა ერთი რამე რა 2008 წლამდე 22 წელი 22 ცით რამდენია 22 1 მეტრი ასფალტი არ იყო დაგებული გურის რეგიონში 1 მეტრი და ახლა ნახეთ რამდენია დაგებული და წინა საარჩევნო რას ნიშნავს შაშანას წინა საარჩევნო იყო ეს ბეტონის გზები რო დაიღო 20 კილომეტრია და უამრავი სხვა გზა და ბახმაროზია და ნახეთ რა გზებზე საუბრობთ რა შეჩერდა მე მინდა გთხოვოთ რა აი მეგობრულად როგორც ქართულმა ქართულს წაბძანი და ნახეთ რასაც ლაპარაკობთ აზრი არ ხარ და საუბრობთ აზრი არ აქვს რატო იძახით ტყუილს ახლა გინდა თუ გურულები მოვალ არ ტყუდებიან ეს გურულები რა და კარგად იციან ვინ არის ბატონის ვია და ვინ არის ბატონი ამაზი რა და ეგრე ცხოვრება არ არის ა როგორ მივცეთ ტყუილები თქვა რომ მივცეთ და ბატონ დავით მივცეთ საშუალება რა კონკრეტ ვიღაცამ ყურღობებში ნატანებში გითხოს რომ შრომაში გაჩერდა აბა წადით ნახეთ გაჩერდა ეს როგორ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი კაცო მაგრამ გინდათ მოხვიდეთ თავრობაში ვერ მოყვანთ არ გამორიცხულია რა და რა გაკეთა ჩემო მთავრობამ გურულებმა
ყველაფერი არის ტყუილი. თუ დავიწყეთ ესე ლაპარაკი, რომ მე რომ მოვალ, ამას ვიზო, მე რომ მოვალ, მე უკვე ვარ და 4 წელი აქ ცხოვრობდი, სად იყავი თქვენ? იცოდით რა პრობლემებია და იცით ვაფშე რა პრობლემებია გურიას? აი მითხარით, აბა, რომელი ნატელებზე რომ ლაპარაკობთ, რა პრობლემები აქვს? რა სიტუაციურად ხალხს როგორ უჩენს? ყველა ნებისმიერი სახლის დონეზე მაქვს დასული გაწერილი პრობლემა და ვიცი როგორ მოვერიო არა ტყუილებით ხوار მოვისაუბროთ. ხო, მოვალეობა ვასრულებთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ 7000 კილომეტრი გზა არის ცენტრალური, მოიცოდეთ საქართველოს და მე 1000 კილომეტრს ვაგებით, სასწაულები მოვაგდებ და თქვენ ახლა ამას გადაუხსვით ხაზი, არაფერი არ გაკეთებულა, ინფრასტრუქტურა არ გაკეთებულა. სად იყავთ? შეკაი დედმამიშვილო, ხო გურული ხარ. რა გააკეთეთ თქვენ იგივე ბახმაროსთვის ლაპარაკის მეტი და იმის მეტი რომ ვიღაცება ყველა ეტაპზე ამ მიწის მიტაცება დაიწყეს. სასწაულები მოვახდინეთ, ადი და ნახეთ. 48 კილომეტრი გზა ეწრეწაში ხალხი ჩაიხოცა იქ და თქვენ გზებზე ლაპარაკობთ, წავიდნენ პრეზიდენტი რა შუაშია პრეზიდენტი. რა ეს ლაპარაკობთ საერთოდ? არა, სხვა პრობლემა აწუხებს მოსახლეობას რა. გამერწმუნე ჯობი ესე ვილაპარაკოთ რომ ისა ღარიბს წავართოთ ვიდრე ესე რომ ტყუილებით ვისაუბროთ რა სულ. მე მაგის არ მოსულო რა. მე იმაშია დებატი სულ სხვა რამეა. დებატი არის რომ მიუთითოთ ერთმანეთს. ოღონდ ეს ნიშნის მოგებით კი არა იმის დედასაც ვის გადაეწვალა ღმერთმა ათაშია. არა, გულს იცახით რა ბატონია. აი, მე მინდა ხო. არა, ნუ მაწევინე ძალიან, ნუ იწებ საუბარს უაზრო. ჭორები დავიწყოთ იმან რობოში რაღაც გიძრა. საცოდაო საქართველოს საით მიექანებით. ძალიან გთხოვთ. გადაცემის მეორე ნაწილში შეიძლება ჩემი დროს რომ მითვისე რა. და შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ანუ პარლამენტში შევიდა იქიდან რა. აქ მაინც მომეცით 1-3 წუთი. გისმენთ. მაგით თქვენ დაიწყეთ პარლამენტში. მაგრამ ეხლა გისმენთ ბატონო დავით. რას დაუკავშირეთ ვერ დავუკავშირეთ. ძალიან ხომ გისმენთ ბატონო დავით. რომელი ჯანმრთელი შუაშია პროექტი. ყველაფერი შეიძლება დასკვნა გიდევთუნეთ კი ამის ყველა. წამაკითხეთ რა იმის გამო რომ ვიღაც ვერ მოემსახურა პრობლემა გაუჩნდა და თქვენს. არა გაქვთ პროტო რომელ ჯანდაცვაზეა საუბარი? რომელ ჯანდაცვაზეა საუბარი? როდესაც 3500 კაციანი სტაციონარული პოლიკლინიკა დაანგრიეს, დაარბიეს და 50 კაციანი პატარა სამანტყოფო აჩენეს, თუმცა ასეთი სამანტყოფოები იყო ჩოხატაურის სოფელში, ხიდისთავში, ჩხაკაურაში, ზოთში, ყველა სოფელში იყო ასეთი სამანტყოფოები. რომელ ჯანდაცვაზეა აქ საუბარი? და მე ვიცი ბატონო რამას რა აწუხებს ოზურგეთის პრობლემებს და თქვენ ყველა გადამაში სულ ყველა 20 წლის განმავლობაში და ნუაპერილეთ მარტო 8 წელიწადზე რა აწუხებს იცი ოზურგეთის რაიონს ის აწუხებს რომ განადგურდა სოფლის მეურნეობის ისეთი სტრატეგიული ობიექტები როგორც არის მეჩაიეობა და მეციტრუსეობა დაგვაკარგიეთ რუსეთის ბაზარი რომელიც იყო ჩვენთვის ნედლეულის შემოტანის უშედეგი წყალ და იქიდან გასაღების ერთეული ქართველი ხალხი აქციეთ ქართველი ხალხი აქციეთ სოფლიოში ყველაზე იაფასიან მუშა მოსამსახურე ჩემზე უფროსი ხარ და ხოლმე დოზურგეთი როგორ დუგდა და მახარაძის რაიონი როგორ დუგდა და გადადუგდა ბატონო დავით ერთი წუთით ჩვენ დავაანონსეთ მაყურებელს დავაანონსეთ მარტო თქვენი ბრალი არა თქვენ და ბოდიშვილთი მაგრამ ყველა აბსოლუტ სისტემის ბრალია თქვენ გადაცემა სოციალურ თემას და ძალიან გთხოვთ 4-ვე მათგანს გთხოვთ რომ ნუავწდებით თემას და ვისაუბროთ თემასთან დაკავშირებით რაც შეეხება ოპონირებას გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ 4-ვე თქვენთაგანს რომ შეკითხვები დაუსვათ ერთმანეთს და გასცეთ შესაბამისად პასუხი დაასრულეთ ბატონო დავით ძალიან ხო და ამიტომ გეუბნები ჯანდაცვა ხო ვისაუბრეთ ჯანდაცვა ნუ არის აპელირება მხოლოდ 8 წელიწადზე 8 წელიწადზე როგორი იყოს 3500 კაციანი სამანტყოფო დაინგრა აშენდა 50 კაციანი რამდენი ექიმი კვალიფიციური ექიმი გახდა უმუშევარი რამდენი კვალიფიციური მედდა გახდა უმუშევარი ხო და ეხლა რომელ რა პროგრამა გაქვთ რაც შესთავაზებთ ამომრჩეველს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩვენი პროგრამა არის გაწერილი და ზედმიწევნის სწორად რომ ესე იგი თუ კი იქნება ბიუჯეტში მობილიზება თანხები და ის მილიარდები რომელიც ერთეულების ჯიბეში ჩადის ამ სტრატეგიული ობიექტების და წიაღისეული სახით რომელსაც არ ხმარდება ქვეყანას არ ხმარდება ხალხს ეს საკმარისია მარტო ოქროს კვარცის 20 მილიარდი 4 წელიწადში მოგება რო ნახა ვინ არის ის ფლობელების სახელდაგვას არ ვიტყვი ახლა ის 20 მილიარდი ეყובოდა უბრალოდ ჯანდაცვისას და უბრალოდ განათლების სისტემის დასაფინანსებლად ბატონო კახეთ ისმეთ სოციალური პროგრამები ბოდიშმოვთ დამწერ საზოგადოებას და შევეცდები რომ არ გადავუხვიოთ თემას რაც შეკითხვა არის დასმული კონკრეტიზაცია მინდა გამოვიყენო აქ წეხან აღნიშნე კონკრეტული მაგალითები ტუბერკულოზის დაავადებულთან დაკავშირებით და მინდა დამწერ საზოგადოებასაც და ჩვენ ტელემაყურებელსაც შევახსენო რომ ქალბატონი მაგდანიკაშვილი იყო პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრი და ზუსტად ჩვენ ქრისტიან დემოკრატების და ქალბატონი მაგდას უშუალო დამსახურება ის რომ კომპანია ბლოკ ჯორჯია რომელსაც მთავრობამ გადასცა სამედიცინო დაწესებულების დიდი ნაწილი ჩამოერთვა მათ და ვერ განახორციელეს ის გეგმა რომელიც ასე ვთქვათ ქართულ ხალხს აწვა ასე ვთქვათ
კონკრეტული მაგალითებთან მიმართებაში, წეგან ჩვენ თქვით პენსიებთან მიმართებაში, აი ბატონმა რამაზმა ახსნა 8 მილიარდი ევროს დღეს ჩვენი ბიუდეტი. კი ბატონო, გეთანხმებით. მაგრამ ჩვენ ქრისტიან დემოკრატები ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 10 მილიარდამდე არის შესაძლებლობა გაიზარდოს ბიუჯეტი. ზუსტად ამის ხარჯი ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ თანდათანობით გაიზრდება პენსია. ასევე ზუსტად ამის მაგალითზე ვპირდებით ჩვენ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რომ ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება გახდება 800 მილიონი საქართველოს მასშტაბით. ბავშვები 18 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, მარჩენალ დაკარგულები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახები, მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრებები მიიღებენ დაზღვევის გამოშვებელ პაკეტს და რა ისეს, რომელიც დღეს არის. ხოლო ყველა სხვა მოქალაქე სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი იქნებიან საბაზისო სამედიცინო მომსახურებით. მართალია დღეს შეიძლება არის გალამაზებული ევროსტანდარტების საავადმყოფო, რომელიც აქ ჩვენს ქალაქში არის, მაგრამ კითხვა ისმის შემდეგში აქვს კი ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებს იმის საშუალება, რომ იქ შევიდნენ და გარკვეულწილად მიიღონ შესაბამისი, ასე ვთქვათ, მომსახურება მიიღონ. ეს არის მთავარი პრობლემა. აი აქ უნდა იყოს სახელმწიფომ უნდა ნახოს ამის გასაღები, რომ აი ჩვენს თანამომავლებს შეუმსუბუქონ ის დიდი გადასახადები, როგორც არის ჩვენი სლოგანის არის ერთ-ერთი ეს შემდეგ ვიტყვი, ანუ თემას არ ეხება ტარიფებთან მიმართებაში. აი ზუსტად აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და ზუსტად აქ უნდა გადაწყვიტოს ის პრობლემა, რომელიც დღეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს. კი ბატონო, აბსოლუტურად გვეთანხმები ამ შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატებს და ბატონ დავითსაც, მაგრამ ეს არის პრაგმატული აზროვნების საგანი არის. მე მინდა გითხრათ, რომ მახსოვს ქალბატონი მაგდას ინიციატივები და მნიშვნელოვანი იყო და იმიტომაც იყო პარლამენტში, რომ თქვა ინიციატივები უნდა დაეყენებინა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარლამენტში და ამის ბერკეტი ჰქონდათ. როგორ გამოვიდათ ამას ნახავთ საბოლოო ჯამში, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რეალისტურად ჩვენ დანაპირები რომ იყო 100 საავადმყოფო იცი თქვენ და საავადმყოფოს რაოდენობა ბევრად მეტია. თავ მე ბატონ დავითს მინდა უთხრა, რომ მან დუაბზო ახსენა და ახსენა რომ სხვა ამბულატორიები იყო და საავადმყოფო იყო, თუმცა ის იყო როცა ჩვენ ჩავიბარეთ ეს სახელმწიფო დანგრეული და დამერწმუნოთ იქ მე რო ჩამოვედი 2008 წელს ჩამოვედი რომ შევედი საავადმყოფოში, ნუ საკმაოდ ცუდად გავხდი რა. თუ ძალიან ცუდი პირობები იყო და ნაბიჯ ექიმებთან რომელიც ასევე საფრთხეებში არიან კვესტორებს ძალიან საკმაოდ ძლიერი გუნდია წარმოდგენილი გული ოზურგეთში. ჩვენ ექიმები მყავდა ბატონო ექიმები ვიგულისხმობ. აბა თქვენ არა ისე თქვი. არა ექიმებს ვსაუბრობ მეც ასევე. და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა გამოუცხადეს იმ უბედურებას, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო და მე მინდა გითხრათ, ჩვენ ავაშენეთ ეს და თქვენ ახსენეთ სტანდარტები და ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტებია და მე დარწმუნებული ვარ, თქვენც მithumetes მოძრაობთ უცხოეთში და იცით, ჯანდაცვის თემა საკმაოდ ესეთი სენსიტიური არის და ესე ადვილად დასალაგებელი არც ერთი ქვეყნისთვის არ არის. სწორედ ამიტომაც დავაზღვით მილიონი ადამიანით მეტი, რომ ის საავადმყოფოები მაგარი და ძალიან სერიოზულად აღჭურვილი იყოს მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ხა ვიღაცას არ უნდა რომ ეს შეაფასოს, მაგრამ მოდი თქვათ რა მხოლოდ ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო მაშინ 130 ძალიან მაგარი საავადმყოფო და მილიონი კაცით მეტი დააზღვი. ხა მოდი წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში ჩვენი სახელმწიფო თქვენ ბიუჯეტი 10 მილიარდამდე გაიზარდა, თავისთავად ეს ბიუჯეტი იზრდება. იყო მილიარდი გახდა 8 მილიარდი. მოდი ვთქვათ, რომ რის ხარჯზე ავაშენეთ აბა ეს სახელმწიფო საავადმყოფოები და რის ხარჯზე ვაძღოთ ამ ადამიანებს. თავისთავად ჩვენი мотиваცია ისა გვაქვს, რომ რაც შეება მეტი ადამიანი დავაძღო და იმ ძალიან მაგარი საავადმყოფო და ძალიან მაგარი აღჭურვილი საავადმყოფოები უამრავ ადამიანმა ის რა ქვია, ისარგებლოს. ჩვენ შორსაც მივდივარ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მარტო ოზურგეთში არ იყოს ეს საავადმყოფო და მე როგორც ვიცი ეს ინფორმაცია როგორც ყოფილ მინისტრს მაქვს ორივე რაიონში მეგულისხმობ ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც ეს საკითხი დალაგებულია და იქაც აშენდება საავადმყოფო და აქაც აშენდება საავადმყოფო. აქ მთავარია ის რომ ეტაპობრივად წინ წავიდეთ და თავისთავად ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იმ ადამიანების ბენეფიციარების რაოდენობა გავაგზავნოთ, რომელიც ამ ძალიან მაგარი საავადმყოფოებით ისარგებლებენ და დამერწმუნეთ რა რომ ეს არის სასიცოცხლო მიზეზი შევა კონკრეტულად ვიღაცისთვის აგზომისთვის არ აქვს მნიშვნელობა ამას და რაღაც თუ ვერ ისარგებლებს, მაგრამ დამერწმუნეთ რა ეს ყბადაღებული თემა ღიმლია საქართველოს და რაღაც ადამიანები წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ ექიმთან მისვლას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს დაზღვევის კულტურა შემოვიდა საქართველოში. თუ რამდენიმე წლის წინ დაზღვევა რა იყო სამწუხაროდ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მისცემს საშუალებას ადამიანებს რომ კვლევები ჩაიტარონ, მისცემს საშუალებას ადამიანებს რომ თავის ჯანმრთელობა მდგომარეობა რეალისტური სურათი გაიგონ, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში ვერ დაალაგდა. ჩვენ აქ ამას კი არ
გულიგოს და ყველაფერი გამოდივარ და ვარდისფერ ფერებში კი არ უყურებთ. ჩვენ რეალისტურად ვიცით, ჩვენ რეალისტურად შევეხეთ პრობლემას და რეალისტურად ჩანს როგორ მიდის ჩვენი მთავრობა აი ამ კონკრეტული პრობლემის დალაგების მიმართულებით. ესაა მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. ბატონ ზვიად, შევეხოთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, უმუშევრობას, რომელიც უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის და კოალიციის პრიორიტეტთა ნუსხაში არის. ანუ შესწავლილი გაქვთ რა ვითარება, გაქვთ რა კონკრეტული დასაქმების პროგრამები, რომელსაც გამოჩების შემთხვევაში გამოიყენებთ. ანუ დასაქმებაზე, უმუშევრობის პრობლემაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. რა მე თავიდანვე თქვი რომ უმუშევრობის პრობლემა არის ალბათ ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და ჩვენმა ლიდერმა ბატონმა ბიზნა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მართლა გულწრფელად აღიარა რომ ჩვენს პროგრამებს რო გადავხედოთ, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ჩვენი დაპირებები მართლა იდენტურია. ამას ვაღიარებთ ჩვენ. მართლა იდენტურია, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეიძლება გააჩნდეს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლის და ის არ შეეხოს ყველაზე ძირეულ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ისე როგორც ნაციონალურ მოძრაობას სხვა პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, თავისი პროგრამის ქვაკუთხედში დებენ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი მონაცემებით სამუშაო ადგილები საქართველოში პერმანენტული სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ იქნება. ის კი არა, ჩვენ გვაქვს ზუსტი მონაცემები მის თაობაზე, რომ დაახლოებით 170,000 ადგილით არის შემცირებული სამუშაო ადგილები საქართველოში. სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვაპელირებთ და რაზეც ვსაუბრობთ მოსახლეობასთან, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს უპირველესად მილიარდიანი ფონდის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება უპირველესად სოფლის აღორძინებაზე. ანუ სოფლის მეურნეობასთან კავშირში გასახლებად აუცილებლად მით უმეტეს, რომ საქართველო პრინციპულად არის აგრარული ქვეყანა და სოფლის აღორძინების გარეშე სამუშაო ადგილების შექმნა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრად, ძალიან მნიშვნელოვნად ქალაქი არის სოფელზე მიბმული და აუცილებლად ჩვენ მეგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებით უნდა დავიწყოთ სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში და ის ფონდი, რომელიც შექმნასაც ჩვენ გეგმავთ, რომელიც იქნება გამიზნული ყველა საჭირო ინიციატივის, ყველა პროექტის დასაფინანსებლად პრაქტიკულად, რომელიც სოფელში უნდა დაიბადოს, იქნება განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი 1-დან 3%-მდე წლიური და ეს აუცილებლად აი ამ ფონდის, ასე ვთქვათ, შექმნას იგრძნობს თითოეული ოჯახი სოფელში უპირველესად. და ჩვენ საერთოდ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ფონდი გაუწევს სოფლის მეურნეობას და სოფელს კონკრეტულად აისახოს მაქსიმალურად ბევრ რაოდენობაზე ოჯახების, ანუ თუ კი შეიქმნება დაუშვათ რომელიმე კონკრეტული პროექტის ფარგლებში 20-25 სამუშაო ადგილი, თავდაპირველ ეტაპზე ეს სამუშაო ადგილები სოციალური სამართლიანობა მოითხოვს ამას, რომ 20 ოჯახის ბედზე უნდა აისახოს, ანუ რიგრიგობით ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახებში შექმნა ერთი დასაქმებული მაინც გავაჩინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობა ოჯახებისა თუ ოჯახების უმეტესობა რა, სადაც პენსიონერის გარდა შემოსავლებ აღარებს არ გააჩნია და ამ ინიციატივას ძალიან დიდი ენთუზიაზმით ხვდება მოსახლეობა. ეს რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამას, ისიც მართლა როგორც იტყვიან ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ამაზე უფრო დეტალურად ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ძალიან ბევრი გვაქვს დაწერილი. დიდი მადლობა, ბატონ დავით გისმენთ. სახელმწიფოს არ გააჩნია პროგრამა არც სოფლის მეურნეობის აღორძინების, არც მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, ინდუსტრიის განვითარების, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ დღეს ვიყოფებით ბლოკადაში. დაკარგული ბაზრების გამო კიდევ მეტყვია პროგრესულად ხარ წარმოდგენილიო, მაგრამ ეს ჩემი ეროვნული ინტერესებია ბატონო რამას. იმიტომ რომ არ მინდა მე ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყნის ჩვენი მოსახლეობა დადიოდეს საბერძნეთში, თურქეთში, იაფასია მუშამოსამსახურე და ვიღაც ისინი ჩამოდიან აქ მუშაობენ. იქ იყო დრო ჩამოდიოდნენ ბერძნები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ლაითურში, ნატანებში, შრომაში, ქმნიდნენ ინდუსტრიას და ქმნიდნენ მეურნეობას და ქმნიდნენ მატერიალურ და ინტელექტუალურ დოვლათს. და ეს დაკარგულია ეს ყველაფერი და რა დასაქმებაზეა საუბარი. თევზი თავიდან უნდა დაიჭირო. რა შექმნიან ლეიბორისტული პარტია რა? პირველ რიგში არის საგარეო პოლიტიკას უნდა გადაიხედოს თავიდან ბოლომდე. თუ არ თქვით ვარი ნატოზე, დაღუპვა ეს ჩვენთვის. პირველი ეტაპი ეს არის რომ ნატოზე უნდა თქვა და მერე დალაგდება რუსეთთან ურთიერთობა. არ გვინდა ჩვენ არც რუსეთთან ურთიერთობაზე მიმართულებით შესახებად დასაქმებები. პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ რუსეთი არის ჩვენი
ების ბაზრის უძირობს ხერი და იქიდან ნედლეული შემოდარის რუშეთის წყალო. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვავართ ეხლა არქიფოს კაცს ვირთაგვები რომელიც ჩაყრილი ვარ ჭიდეთ ტყავს გადმოგიდებს ვიღაც დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან და იმან ჯიჭი დაღა და ვერც და ჭამთ ერთმანეთს ამის გულისთვის და რომელიც გადარჩება ბოლოს ის იქნება ყველაზე დიდი ვირთაგვა. ამიტომ არ მინდა მე ასე კამკასში ყოფნა და მინდა გასახიანი და გასაშლელი. გასაგები მადლობა ბატონო კახისმეთ. მე დასაქმებასთან მიმართებაში პარალელურად განვიხილავ მიგრაციის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა სამუშაოს არ ქონის გამო სეზონურ სამუშაოზე მედიან მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში და სხვადასხვა რესპუბლიკებში ეს იქნება ჩაის სეზონი თუ თხილის სეზონი. მე თქვენ ეთერში ვიყავი ხელისუფლების წარმომადგენელიც ბრძანდებოდა აქ დებატები იყო პირდაპირ და მაშინ აღვნიშნე რომ ოზურგეთში იყო და არის ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსი რომელიც არის გამოსაყენებადი ეს არის ბელტონიტური თიხა და იყო ქართველთა ჯგუფი ბიზნესმენები დაინტერესებული რომლებსაც სხვადასხვა ასე ვთქვათ საჯარო სამსახურები უქმნიდნენ პრობლემას და მე მინდა გავუსვა ხაზი რომ უშუალო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის ბატონი გიორგი თარგამაძის ჩარევით მოხდა ამ საქმის გადაჭრა თუმცა მე არ მინდა ისე გამომივიდეს რომ თითქოს ამას ხელისუფლება მხარი არ დაუჭირა უბრალოდ მოხდა პოლიტიკური შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით რომ მართლაც მიხვდა ხელისუფლება რომ ამით შეიძლებოდა გაზრდილი იყოს სამუშაო ადგილიც და შევსებული იყო ადგილობრივი ბიუჯეტიც და გადადგა შემხვედრი ნაბიჯი ჩვენს წინადადებაზე. რაც შეეხება ჩვენს მიმართებაში ჩვენს ხედვას სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში ჩვენს პროგრამაში წერია როდესაც ჩვენ გავზდით ბიუჯეტს 10 მილიარდამდე მაშინ სოფლის მეურნეობის კუთხით გამოიყოფა მილიარდზე მეტი საიდანაც 9 მილიარდზე მეტი აგრარული კოოპერატივების განვითარების პროგრამას მოხმარდება რითაც შეიქმნება ჩვენი აზრით სამუშაო ადგილები და ჩვენი თანამოქალაქეები ყველა თაობის ადამიანი რომლებიც ქვეყნის გარეთ გადიან ლუკმაპურის საშუალებად დასაქმდებიან მაგრამ აქ არის ერთი გარემოება გასათვალისწინებელი რომ კოოპერაციის წესით მიწების გამსხვილება უნდა მოხდეს და სახელმწიფო საწვავის და სასუგის სუბსიდირება უნდა მოახდინოთ ამით მათ შეეწყობა ხელი ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 1500-ზე მეტი თონე და 200-ზე მეტი სილამაზის სანონი განთავისუფლდა სალარო აპარატისაგან ეს არის კონკრეტული მაგალითი და შეიძლება ითქვას რომ აი რატო ეს კონკრეტული მაგალითი იმიტომ რომ ეს ურტყამს პირდაპირ მცირე ბიზნესს და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებას თუ სახელმწიფოში წელში გაიმართება მცირე და საშუალო ბიზნესი მაშინ სახელმწიფოს ეკონომიკა იქნება გამართული ამის პირველი პირობა არის ის რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ანტიმონოპოლიური სამსახური რასაც ქრისტიან-დემოკრატები დღიდან პარლამენტში შესვლისა ვითხოვთ რომ ესე იგი იქნება კონკურენცია თანაბარ პირობებში იქნება და არ იქნება მონოპოლიურად ჩამოყალიბებული სხვადასხვა დიდი სამწარმოები რომლებიც დაჩაგრავს მცირე ბიზნესს და მცირე საწარმოებს. აი ეს არის ჩვენი ხედვა მაგ კუთხით. მე მინდა გითხრათ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა და აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემ ოპონენტებს ამ შემთხვევაში და თავისთავად ყველა ხედავთ ჩემი მთავრობის ხედვებს ამ მიმართულებით ძალისხმევას და მე მინდა გითხრათ რომ თავისთავად გაწეული გვაქვს პროგრამა მე არ ხარ ციფრებით ვისაუბრობ თუ პირობითია ეს ციფრებით რომელსაც ლაპარაკობს ბატონცემული იმიტომ რომ ვერ გავარკვევთ მე 3% როგორ რა და ეს თემა თუმცა ეს არის რესურსი, რომელიც უნდა აუცილებლად გამოვიყენოთ. მე მინდა გითხრათ, კონკრეტული მიმართულებები გვაქვს სამაცურო მეურნეობები, რომელიც შენდება, ეს მოგცემს საშუალებას აბსოლუტურად ყველა მოსავალი, რომელსაც მოიცევს გურული გლეხი, იყოს დაბინავებული ნებისმიერ დროს, არის ხურმის სეზონი, დარწმუნებული ვარ, რომ დადიან ჩემი ოპონენტები, ეს პრობლემატიკა უდგება თუ წინ და ეს პრობლემა ედგა ჩვენ მთავრობასაც. შემდეგნაირად გადავწყვიტეთ, სამაცურო მეურნეობები აქვს, სამაცურო მეურნეობები უკრაინაში, უკრაინა საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარი არის, არ არის აუცილებელი ამისთვის რუსებს დაუწვეთ რომ თქვათ მაინდა-მაინც გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია არის სხვა სახელმწიფოებიც დამთავრებია კარგად ვიმუშაოთ ჩვენ ბაზრებზე და ეს მოგცემს საშუალებას ჩვენი პროდუქცია გავასაკოთ რეალისტურად მოდი ვთქვათ მე ვიყავი და შევხვდი ანასეულის მეცნიერებს ჩვენი ხედვები გვაქვს ამ ადამიანებმა ბევრი სწორი მიმართულება მოგწეს მე მინდა გითხრათ რომ კულტურა რომელსაც თხილი ქვია საკმაოდ ბევრად მეტი თანხის შემომტანია ვიდრე ნებისმიერი პროდუქტი რომელიც შეიძლება ჩვენ გადავწყვიტოთ სხვა ქვეყანაში ამიტომ ეს არის კონკრეტული საკითხი რომელსაც დაკავდება სოფლის მეურნეობის სამსახური რომელიც არის დაკავებული რომელსაც გაწერილი აქვს დროში და სივრცეში და კონკრეტულ საკითხებზე თქვა თუ როგორ უნდა მოახდინოთ ადამიანების რაოდენობა დასაქმებულების შესაბამისად იმისა რომ მათ მიცეთ საშუალება რომ უფრო მეტი პროდუქცია მოეწიონ არ ქონეთ შიში იმისა რომ ვერ ჩააბარებენ ამ პროდუქციას და ვერ გაასაღებენ და სწორედ ამ ნაბიჯებისკენ მიდის ჩვენი სოფლის მეურნეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ზუსტად ვიცით რა მდგომარეობა დღეს გურიაში ამ მიმართულებით და სწორედ შესაბამისად მდგომარეობასა რომელშიც ვართ ჩვენ გვაქვს გადადგმული ნაბიჯები და გაწერილი არის როგორც გითხრათ დროში და სივრცეში ეს არის მნიშვნელოვანი თუმცა მე გითხრათ რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი ალბათ
მეგობრებმა, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ 231 პროექტზე ერთდროულად მიდის მუშაობა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მხოლოდ ოზურგეთში. დაახლოებით 60 მილიონია კი როგორც იცით რეგიონულ განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიყავ და ეს ინფორმაცია მაქვს ბიუჯეტი მთლიანად გულის რომელიც რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდა მას შემდეგ რაც ვიყავი გუბერნატორი ეს ყოველი ლარი რომელიც ჩადებულია გულის ბიუჯეტში ეს არის დასაქმებული ადამიანი თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ბახმარო ვინ აშენა ანუ ვინ გააკეთა ინფრასტრუქტურა ბახმაროში ან ამ გზებს ვინ აკეთებს ჩვენ რომ საუბრობთ რომ გაედინებიან ადამიანები ბუნებრივია ადამიანები გაედინებიან მაგრამ მე გითხრათ რომ სტატისტიკა გავოცდი როცა ნახე რამდენი ადამიანი აშენებს გზებს ჩვენთან რა ქვია საქართველოში მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული ამბიციური პროექტები და უკვე გაფორმებულია კონტრაქტი ვიცი ეს მე ჩემ დროს მოხდა ხელმოწერა უკვე ნოემბერში იწყება ჰაივეის მშენებლობა ლანჩხუთში რომელიც ასე ოზურგეთს დააკავშირებს შემდეგ ციცინათ იმას რა ქვია გურია პარკს მე მინდა გითხრათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ 3000 კაცამდე იმუშავა ფსიქ და კონტრაქტის პირობაშია ჩადებული ნებისმიერმა კომპანიამ ნებისმიერი ქვეყნის რომელიც გაიმარჯვებს ამ ტენდერში 70% ვალდებულია დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ვიწყებთ აეროპორტის მშენებლობაზე კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა რომ ყველაზე საუკეთესო ასაფრენიზოლი ამ შემთხვევაში მთელ რეგიონში ბათუმზეც და ქუთაისზეც და თქვათ პირობითად ზუგდიდზეც შესაძლებელია რომ აღშენდეს მერიაში და ამასაც ვაკეთებთ და უკვე როგორც მე ვიცი კონტრაქტი გაფორმებულია თვის ბოლოს სამკერვალოს მშენებლობა იწყება ეს არის ყოველი მომდევნო პროექტი მე არ მინდა რომ კონკრეტულ პროექტებზე გადავიდე, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? წინას არჩევნოთ თქვენ კოლეგამ რომ ისაო რაღაცებს თხრიან და აკეთებენ. ეს რაღაცებს ეგრე არ ახდება. რაღაცები ესე თავის ნებით არ კეთდება და რაღაცები არის დაფინანსებული ბიუჯეტიდან და დიდ ნაწილში ინვესტორი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო გურიაში, რომელიც დებს კონკრეტულ თანხებს იმისა, რომ შემდგომში იქ დასაქმებლობის რაოდენობა გაჩნდეს. მოდი ავიღოთ ბახმარო რა. ბახმარო იყო გადაქცეული მიწების, მიტაცების, მოტაცების ადგილად. ხო რეალისტურად ეგ იყო. არც წყალი, არც შუქი, არც გაზი, სამწუხაროდ. და ჩავატარეთ ავსტრიელებთან ერთად კვლევა აღმოჩნდა რომ ეს კურორტი შეიძლება გამოიყენოს ზამთარშიც. პირველი სასტუმრო ავაშენეთ და უკვე 3 განაცხადი არის როგორც მე ვიცი შესული იმისა რომ დაიწყონ სხვა ქვეყნის ინვესტორებმა მათ შორის მშენებლობა. თავისთავად ჩადოს ინვესტიცია სახელმწიფომ იმ სასტუმროებში ვინ იმუშავებს როგორ ფიქრობთ ხა? ეს არის დასაქმებული ადამიანების გაჩენის საუკეთესო ვარიანტი და რაღაც ეტაპზე უმნიშვნელოვანესი რა. იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 60 მილიონის უკან დგას დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან პროდუქტს გურიაში. თავისთავად ჩვენ არ გვინდა რომ ჩავიკეთო და უნდა შემოვიდნენ უცხოელი სპეციალისტების რომლებიც ინოვაცია უნდა ვისწავლოთ ჩვენს და ნახეთ რა ხარისხით აკეთებენ ამ ყველაფერს რა. და ნახეთ რა მადლობ. ჩვენს ეთერში რეპლიკის საკითხი შეიძლება. ოღონდ მოკლედ შეიძლება მეტყვი კოლეგების შეკითხვას უნდა. კი ბატონო, მაგრამ ეხლა გზის დაგებაში ნამდვილად ვერ შეგედებით, იმიტომ რომ არ ვარ კომპეტენტური მათ ხილთან დაკავშირებით ცოტა არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა. რა გავაკეთე რა კომპეტენტური? იმიტომ რომ თხილი არის ერთ-ერთი მომგებიანი ერთ-ერთი ამ გაჭირვების ფონზე კი, მაგრამ 30-იან წლებში სტალინმა აჩეხა თხილის გაგება. ეს იყო ყველაზე წამგებიანი ერთ ისტორია ხო იცით კაცო? ისტორია სტალინმა რო აჩეხა არ ვიცი. აჩეხა, იმიტომ რომ ეს იყო წამგებიანი გურული გლეხისათვის. ჯერ ერთი არის მეწლე. არაკომპეტენტური წელიწად ჩაგდებული. მე მეორე. მისნასლა, ჩაანასლა, ციტრუსი და ჩაი. ორი სამოსავლე ანგლოენის. სტუმრების მოსაზრებები. თხილი არის გაჭირვების ამ ფონზე ჩანს ეს ყველაფერი კარგი. გადაცემის მეორე ჩვენთვის კი და თურქებისთვისაც ჩანს, იტალიელებისთვისაც ჩანს. იქა სტალინი ყავდა, თუ იქ მუსოლინი ყავდათ. თურქებს კიდევ ვინ ყავდა და იმას გარი არის მონოპოლისტი თხილის ბაზრის. მადლობთ. ეხლა კი ჩვენს მეჩაიობას კარგადაა განვითარებდა მეციტრის ვებად. შეიძლება ეხლა კი ჩვენს ეთერში ჩემი კოლეგების შეკითხვების დრო სამი მედია საშუალებიდან ადგილობრივი პრესიდან სამი ჟურნალისტი დავსვამ შეკითხვას. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის წევრები ხშირად საუბრობენ თავიანთ პროგრამაში, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი არის სოფელი და სოფლის განვითარება. მაინტერესებს რა ინფორმაციას ფლობთ, რა თანხა გამოიყო 2011 წლის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში და ჩაგიტარებია თუ არა ამ კუთხით მონიტორინგი სოფლებში. გადავათ იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული და ქმედითი ნაბიჯები იქნა გადადგმული ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით, დღეს ეს სფერო მაინც პრობლემას წარმოადგენს და თქვენი გადეპუტატების შემთხვევაში რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფერო უფრო ხელმისაწვდომი იყოს თითქმის საქართველოს ყველა მოქალაქესათვის. პენსიონერები ამბობენ, რომ ჩვენ არც ისე დიდ ანაზღაურებას
მსახურეთ წლების მანძილზე მუშაობდით და სახელმწიფო ჩვენ პენსიასაც უნდა გვაძლევდეთ. ვფიქრობ თან ამავდროულად გამოთქვი რომ თუ ისეთი მაღალი ანაზღაურება ექნებათ რომელიც 500 ლარს გადააჭარბებს შესაძლებელი არ ქონდეთ პენსია მაგრამ ამ მცირე ანაზღაურების პირობებში ისინი პენსიასაც უნდა ღებულობდნენ. აი ეს თემები დააყენეს მათ დეპუტატობის კანდიდატების წინაშე და ვფიქრობ რომ ამ კითხვებზე უნდა გავცეთ მათ პასუხი. ანუ ჩვენ მოვისმინეთ შეკითხვები, თუ შეიძლება სამივე რომ შევაჯამოთ, ანუ პირველი შეკითხვა იყო 2011 წლის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე, მეორე შეკითხვა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე და მესამე შეკითხვა გახლავთ იმ პენსიონერებზე, რომლებიც მუშაობენ და პენსიას ამიტომ არ იხებენ სამსახურის ქონის გამო. ანუ ეს სამივე საკითხი რომ შევაჯამოთ და ერთად რომ ვეცადოთ გავცეთ ჩვენს კოლეგებს პასუხი. ჩემს კოლეგებს. ესე იგი, რაც შეეხება თითქმის ყველა სოფელში ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრების წინ ეგრეთ წოდებულ სოფლის პასპორტს ვადგენთ ხოლმე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვაგროვებთ მაქსიმალურ ინფორმაციას. ახლა მე ნამდვილად ვერ შევეჯიბრები პატივცემულს თავის გამოცდილებაში, მართლობაში, ოზურგეთში, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს იყოს ძალიან დიდი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი უპირატესობა დავადასტუროთ. გამოცდილება არგუმენტია, მაგრამ ერთ-ერთი, მეტი არაფერი. მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენი ოპონენტის ნებისმიერი შესაძლებლობა გაანიველიროთ ამის საშუალებას ნამდვილად არ გაძლევთ ეს. თქვენი პირადი გამოცდილება გუბერნატორის პოსტზე მუშაობისა. არა, რატო რეგიონულ განვითარების ministrები ყავდა? კი ბატონო, თქვენ დღესაც მიგაჩნიათ რომ ხართ მონაწილეობა გეგმაში ევროკავშირთან. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება ჯერ არ წარმატებული პროექტი, რომელზეც პირადად ვაკონტროლებდი როგორც ბატონო, არა, ნუ ეხლა ეს მე ხარ საუბრობ რაღაც, მე ვსაუბრობ იმაზე, რითიც ვიცხოვრე და ხარ გაკეთებო ამაზე, ეს გურულებს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით მაინც ოზურგეთელებზე ვილაპარაკოთ, თქვენ ისევ გურის გუბერნატორი ხო არა ხართ, არა ჩვენ ეხლა ოზურგეთზე ვილაპარაკობთ კონკრეტულად. მე ოზურგეთზე ვსაუბრობ. კი, მაგრამ თქვენ დღეს ოზურგეთის თითქმის არ გიხსენებიათ სულ გურიას და გურულს. არა, არ არის საჭირო, მე კონკრეტულად მინდა მიგითითოთ იმაზე და ჩვენ ვლაპარაკობთ ოზურგეთზე და არა ზოგადად გურიაზე ამ შემთხვევაში. მე ვლაპარაკობ ოზურგეთზე როგორც ცენტრზე გურიისა. ბატონო, თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგებთ, გურლები გაიგებენ სხვანაირად. ძალიან კარგად გაიგებენ გურლები. ჩემს ლანჩხუთის გურია არის. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და არა მარტო ჩემთვის ბახმაროც გურია და სხვა შეს მაინტერესებდა შემდეგ მინდა კითხოთ ბახმაროს სტატუსზე რაღაცა ცოტა უფრო მეტი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოთ ძალიან ხშირად. თუ შეიძლება კონკრეტულად უპასუხოთ ჩემი კოლეგების შეკითხვებს. ბახმაროზე მე გაზრდილი ვარ ბატონო რამას. თქვენ როდის ახვედით პირველად ბახმაროზე? მე ავედი ძალიან გთხოვთ ბატონებო, ძალიან გთხოვთ უპასუხოთ შეკითხვებს. შეგაიგაცო 100 გთხოვთ, 100 მე ავედი გავაკეთეთ. მე როგორც შვილები დაისვენებენ და თქვენ ვაფრთხილ დანგრეული გზით აყოდი და წყალი არ ქონეთ, შუქი არ ქონა. მე რო ავედი 2000 სტენდი მიყენია და პრობლემა ჯანმრთელობის, მაგრამ მინდა აგისნათ 2050-ზე ავდიოდი იმიტომ რომ თვალყური მედევნები და მნიშვნელოვანი მშენებლობის რომელიც გურიაში მიდიოდა და ის გურულების არ არა მარტო ის მარტო ჩოხატაურების არ არის და ეს ოზურგეთელებისაც არის. ვითომ თქვენ როგორც ოზურგეთელები მე გაზრდილი ვარ და ძალიან გაიხარეთ იმიტომ ხარ ჯანმრთელად და მეტყვა ჯანმრთელად მე რო თქვენ ახლა ისვენებდა მე მუშაობდი ბატონო კი ბატონო მაგრამ ბატონო რამა ჩემო ძვირფასო გურისთვის ჩვენც მუშაობთ და ჩვენ როგორც ამის საშუალება გარც მე თქვენ არ მოგეცემათ ვერ მოგეცემათ ამ ბექგრაუნდით ვერ მოგეცემათ თქვენ ჩემს ბექგრაუნდს საერთოდ არ ისნობთ რაც ამბობთ როგორ არ ვიცი კაცო როგორც თქვენ იცით მეც ვიცი რაღაცები მართლა ის ხوار გონივა მე მინდა აგიხსნათ რომ ესე ვერ მოგეცემათ. მოდით რა, ჯერ გამოცემი. არა, ესე ვერ მოგეცემათ მეთქი. მოგეცემათ ჩვენ ის რომ ჩვენ დავუხიცეთ. თქვენ გქონდათ ამის საშუალება. აგე ნახავთ პირველში. რას გააკეთეთ? კონკრეტულად თემაზე ვაკეთებ კიდე და არ გავჩერებული ვარ. ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა გითხრათ რომ არ გავჩერდები სანამდე ყველა პრობლემას არ დაულაგებ ჩემ გურულებს. გესმით პაცემულო? ეს არ არის მე ცხოვრობდი. ბოლო 4 წელი ამ პრობლემებით ცხოვრობდი. როცა თქვენ აქ არიყავით სამწუხაროდ. ალბათ თქვენი საქმე მიყოლა. ეს ჩემი საქმე. ისაუბროთ იმაზე მე სად როდის ვიყავი მე ყოველთვის. არა, აქ არიყავით 4 წელი თქვენ. მანახეთ ერთი ხე რომ ეს თქვენ დარგეთ და პრობლემა ვისაუბროთ. მაშინ ამის გარშემო გავუვიდეთ. არ ვილაპარაკოთ ლოზუნგებით, საქმეებით ვილაპარაკოთ. მე შემიძლია ბატონო ზვიან. გესაუბროთ ჩემ საქმეებზე, რომელიც გამიკეთებია გურიისთვის. და ეს ყველა გურულმა კარგად იცის რა. შეიძლება ემოციურად საუბრობ, არ გეწყინოთ, მაგრამ ეს მე ავედი მე დავისვენე ბავშვობაში იმაში მე სენდუქში ვისვენე რა ვისვენებდი
გამოჩნდა. ეგ ნიშნავს რომ რა? ეგ ესენ უკვე მიყვარს რომ მაგრამ თუ შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერს თუ შეიძლება. რა თუ შეიძლება? თუ შეიძლება მივცეთ საშუალება რომ შეკითხვა დასვან შეკითხობთ უპასუხონ და შემდეგ თქვენც მოგეცემთ საშუალება. პარლამენტში ვერ ვიდაოთ, თვითონ მე ვიქნები პარლამენტში ეს კაცი არ იქნება რა. ძალიან არაფერს არ ნიშნავს. მეგობრობა რა, ერთად ხედავდათ. აი მე გოგესმის რატომ ჯიგრო პრაგმატულები ვიყოთ. ანუ ჰაერიდან არ ვილაპარაკოთ, მე რომ მოვალ გადასახადებს გავაუქმებ. რამდენი წავიდა რუსები მოვლენ ნატო არ გვინდა. მაგრამ სადარი, ეგრე სადარი. ეგ მე მეპასუხები თუ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით მინდა უპასუხო ჩემს გიორგის. ბატონოს ვიად. არა, რუსეთზე თქვენ გათხოვე რუსეთს მე ხარ. არაფერი არ იცით თქვენ ერთი სიტყვა არ იცით. გურია ნიუსის ჟურნალისტი მინდა უპასუხო ხლა მე შეკითხავს აი ბატონი გიორგი რომელმაც დასვა სოფელთან დაკავშირებით. სოფელთან დაკავშირებით მინდა მიმართო. ჩემს კოლეგებს ჩემს კოლეგებს და ჩემს ოპონენტებს სოფელი ახსენდება ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში. შემდეგ დამთავრდება არჩევნები, ზოგი მინისტრად წავა, ზოგი დეპუტატად წავა, სოფელში ვჩები გიორგი ბატონო მარტო მე, ყოველგვარი ტრაქტორის გარეშე, ხოხის საბალა, ზოგი მიშას მოწვევის, ზოგი ბიძინას მოწვევი, მე ერთი ძროხა მყავს მოსაწვევი და ეს იქნება ჩვენი ამოსავალი, სანამ არ შევცვლით ამ მთავრობას, თავისი პოზიცია ოპოზიცია და სანამ არ შევცვლით ამ ვაქანალიას არაფერი არ გვეშველება, ყველაფერი არის ზედმაშენისა. ერთხელ მაინც გვენდეთ, ერთხელ უნდა გვენდოს მაინც. 20 წელიწადი ერთ და იგივე სახეები, ერთ და იგივე მოწმინდა ხალხურობობა. ჩვენ არ ცევთ პასუხებს ჩვენს კოლეგებს იმედია, ჩვენ მე გასცემთ კონკრეტულად პასუხებს. ჟურნალისტებს პატივისა და ტელემაყურებელს პატივისა მე მოგწევთ. კი ბატონო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან მიმართებაში ძალიან ხო ბატონი კახას საუბრობს და თუ შეიძლება მოусმინოთ გისმენთ ბატონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე იყო პირველი ასე თქვა შეკითხვა დასმული 2011 წელთან მიმართებაში მე მინდა ვთქვა რომ 2000 ახლოს შევთან და ის არ მიშნება ისე ვეჭვიანობ რა შეკითხვა ბავშვები და რუსები კახა მე კაია გისმენთ და ეს ეგან ჩვენც მაინც ეჭვს არ მეპარება მე თქმა ეგ დიდი პარტივია იყო უზურგეთით თავისუფლად. გაიხა 900.000 ლარზე ცოტა მეტი იყო 2011 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მინდა მაყურებელს უთხრა რომ ამ პროგრამასთან მიმართებაში გავორმაგებამ 2010 წელთან მიმართებაში მოხდა ზუსტად ქრისტიან დემოკრატების მხარდაჭერით და მონდომებით. ეხლა როგორც ბატონმა გიორგიმ დასვა შეკითხვა დაახლოებით თუ არ მეშლება არის 1,191,000 ლარამდე. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის რომელიცაც ხო რომელიც დაისვა შეკითხვა კი ბატონო რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს ატარებ თუ არ ატარებთ მონიტორინგს მე მინდა აღვნიშნო დღესაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბახვის თემის მოსახლეობას თქვენი ეთერის საშუალებით სადაც ბახვის თემის მოსახლეობა გაერთიანდა და ყველა სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემასთან წინ დააყენა სულიერება გაბრიელ ქიქოძის სახმუზეუმის შენებლობა მაშინ იყო გამბოყოფილი 2 41,500 ლარი მთლიანად თანხამ შეადგინა ეს მე პირადად როგორც საკრებულოს წევრმა როდესაც შემოვიდა საკრებულოს ხდომაზე ეს აღნიშნული საკითხი მადლობა გადაუხადე უპრეცედენტო აქტივობისათვის და ყოველგვარი პრობლემის წინ სულიერების დაყენებისათვის სხვათა შორის ბოდიში მოგიხდით კოლეგებო ცოტა შეიძლება თემას გადაუხვიო დღეს არის მეუფე დაბადების დღე, მეუფე იოსების დაბადების დღე და მე ვისარგებლებ და მიულოცავ დღევანდელ დღეს მეუფეს დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რაც ის ჩვენი სულიერებისათვის აკეთებს და მართლმადიდებელი ეკლესიის გამტკიცებისათვის აკეთებს და ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს. ვინმე არ გაიგოს ის, რომ მე ვსარგებლობ ეთერის და ვისარგებლო მაგარია. ის ჩემს როგორც პოლიტიკოსი ამ ეტაპზე როგორც პოლიტიკოსი ვარ მოწვეული სარგებლობ ეკლესიის სახელით ყველას მოუწოდებ პოლიტიკოსი იქნება თუ არა პოლიტიკოსი ჩვენი პოლიტიკური ამბიციები დავტოვოთ ეკლესიის გარეთ და ეკლესიაში შევიდეთ როგორც მართლმადიდებლები ქართველები ჭეშმარიტები და ნუ იქნება ნურანაირი ამას მაპატიეთ გადაუხვიეთ ოდიშიხდით მაგრამ მოხდა ასეთი ფაქტი უბრალოდ მაპატიეთ გადაუხვიეთ რომ ეს მეორე საკრებულოს ხდომაზე შემოვიდა საკითხი ასევე უპრეცედენტო აქტივობები და შეიცვალა გაბრიელ ქიქოძის სამუზეუმის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბავშვი კი ბატონო კარგია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მაგრამ ხალხის მხარდაჭერით იყო ეს პროექტი როგორც მე ვიცი უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო რომ როდესაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის პრიორიტეტები ლაგდება იქ ოქმი დგება და ხალხს ეკითხებიან აი წარმოვიდგინეთ
ყველა დავდივართ სოფლებში, ბევრ სოფელში მაგალითად არ იყო სტადიონი გაკეთებული, ხო? ახალგაზრდებს ელემენტარული გართობის საშუალებაც არ მიდიან და მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, ხო? კითხვა ისმის, გინდათ თუ არა სტადიონის გაკეთება? რომელი მშობელი? აი ეტყვის რომ არ გვინდა სტადიონის გაკეთება. აი ამის ასე დგებოდა შესაბამისად ეს პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა და ამის გვერდზე უფრო პრობლემატიკური საკითხები იგნორირებული რჩებოდა რა. ისევლეს ბახვის მაგალითად მიმართებაში. რაც შეეხება ჯანდაცვასთან მიმართებაში მე გავეცი ჩვენ გავეცით პასუხი, მაგრამ გიორგის მიმართ დიდი პატივისცემის გამო კიდევ ერთხელ დავკონკრეტები რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მხარდამჭერი. რაც შეეხება ჩვენს დამსახურებას, აღნიშნე რომ ქალბატონი მაგდანიგაშვილი იყო და თითქმის ყველა პერმანენტულად ყველა საპარლამენტო დებატები იყო ის თუ საპარლამენტო სესია იყო, ქალბატონი მაგდა გამოდიოდა და აყენებდა. ერთ-ერთი დამსახურება ის რომ ბლოკ ჯორჯიას ჩამოერთვა, ასე ვთქვათ ისინი. რაც შეეხება პენსიებთან დაკავშირებით ჩვენ აღნიშნეთ რომ გარკვეულწილად ჩვენი ხედვა არის ასეთი რომ ეტაპობრივად თანდათანობით გაიზარდოს პენსია და არა იმპულსურად გაიზარდოს პენსია. და შეკითხვა დაკავშირებით იმ პენსიონერებთან რომლებიც მუშაობენ და ამიტომ ვერ იღებენ კი ბატონო, პენსიონერებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ჩვენი სლოგანი ელემენტარულად რომელშიც არის ნათქვამი პენსიონერების დაფასება. რაც საჭირო იქნება პენსიონერების დაფასებისათვის ჩვენ ქრისტიანი დემოკრატები გავაკეთებთ ყველაფერს. მოვეფერებთ ყველას. სამაგარი, მე ხა ჩემი ჯერისა და მე ვფიქრობ ბატონ ობიექტურები უნდა იყოს და ბატონ არ ვაცადეთ რომ არა, ბატონო მასვე უნდა დაასრულოს, თქონდა თქვენ ჩემ შემდეგ იქნება ბატონი ანუ რიგითებით მოუყოლებ, მაგრამ მანც გავუგებთ. მე მინდა ერთი რამე კი ბატონო, ბატონ ზვიად მოკლედ რახან გავუცანი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მეც უერთდები, აი გულწრფელად უერთდები და ძალიან მაგრამ იყო ჩვენი მეუფე. ეს არის ადამიანი რომელსაც გულისთვის ზოგადად და სულიერებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მე რაღაც გარკვეულ განათლებას მაქვს მიმართულებით აღებული და მე მაქვს კუთხევა მეუფესგან თქვა რომ ჩვენ მეგობრობთ და ეს თავისთავად არანაირად არ ეხება თქვა იმ საკითხებს რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ. თუმცა მე მინდა მივაქციო ყურადღება რა ამბავი ატეხილი მეუფეს გარშემო პრესაში და ეს თავდასხმა რომელიც ამ ადამიანზე ხორციელდება ეს არის სამარცხვინო და მე მინდა მოუწოდო ყოველთვის რომ თავი შეიკავონ ეს არის მეუფე ეს ღმერთის შვილია და ეს არის კაცი რომელიც ყველა დარტყმას შუამავალია ჩვენსა და მოის შორის იღებს თავისთავად და გაერკვევა საბოლოო ჯამში ვინც რომელი შეკვეთებით იწერებოდა ეს წერებდა და მე ვფიქრობ რომ თავისთავად უფრო ლოიალურები უნდა ვიყოთ და მე არ ვიცი საკრებულოს თქვენ ბრძანდები და რატო ხდება რაღაც ცვლილებები ამ მიმართულებით გოდეში გიხდით ბატონო რამას ჩვენ მე პირადად ავდექი საკრებულოს ხდომას როცა მიაყენე მეუფეს დაუმსახურებელი ის ეხება სულიერებას მე მინდა გითხრათ რომ როცა ვიყავ მინისტრი მე როგორც მინისტრმა გავაფორმე მემორანდუმი პატრიარქთან რამაც მომცა საშუალება როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს ყველა ის საკითხი რომელიც მნიშვნელოვანი იყო ეკლესიისთვის და ეს უამრავი პროექტი რომელსაც ვახორციელებდით იმისთვის რომ რაზეც თქვენ საუბრობთ ეს არ არის ისეთი რამ რომელიც ინფორმაციის მიღების საშუალება თქვენ არ გქონდეთ არ გინდათ უპასუხოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტებსაც უპასუხოთ თუ შეიძლება. ჟურნალისტებს პასუხზე გადავალხარ. თუ სულიერებაზე შეულა ქრისტიან დემოკრატებმა ილაპარაკონ, ნაციონალურ მოძრაობა რატო არ შეიძლება ილაპარაკოს უამრავი რამე გვაგაკეთებული. და მე მინდა გითხრათ რომ ეხლა იხსნება ტაძარი მაგრაძე ძალიან მნიშვნელოვანი გაწყვეტილება მიიღო საქართველოს სრულად საქართველოს და რამდენიმე დღეში ხდება ფოთის ტაძარი რომელზეც ჩემო სამინისტრო როცა ვიყავი მინისტრი და მას შემდეგაც გააგრძელეს ეს ყველაფერი უნიკალური ტაძარი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რაც მე ცხოვრებაში მინახია ეს მიექცემა ყველა მართლმადიდებლებს ლოცვის და ყველა სამსახურის ჩატარების საშუალება და თავისთავად ალბათ ეს არის ფრთხილი თემა და ამას უნდა სხვანაირად მიუდგეთ და ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირადად როგორც ერთ ქართველს მაქვს ჩემი პატრიარქის ჯილდო მიღებული ეს ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ არ ვფიქრობთ რომ ვინმე ამ თემას გაურბისანდ არა მე არ მითხრავს მაგისტრის ბატონო რამას მე უბრალოდ დაიწყე და მე უერთდები მეუფეს და მე დარწმუნებული ვარ რომ მეუფე რამდენი წელი იცით ხო ამ ეპარქიაში კი ბატონო 18 და დარწმუნებული იყავით რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ პირველი დღიდან მის გოჩი გდივა რამე თუ ის არის სულიერების სიყვარულის სათავეში ოზურგურიაში და ოზურგეთში კონკრეტულად და ძალიან მნიშვნელოვანია მე დარწმუნებული ვარ თქვენ რახან ბრძანდებით ოზურგეთელი მას 17 წელი დაახლოებით მინიმუმ უნდა იცნობდეთ რა როცა ჩამოვიდა გურიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო და ეს და გოჩი უნდა დაუდგეთ გოჩი ყველა როგორც უდგას ქრისტიან დემოკრატები როგორც ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ მას არ ჭირდება ჩვენ გოჩი ჩვენ ჭირდება მისი ზღომა ჩვენ ჭირდება ლოცვა და კურთხევა ჩვენ ჭირდება სულიერება და ჩვენ ჭირდება სიყვარული რამე თუ ეს ეკლესია არის ბატონო და ცოდვების უნანიება ცოდვები თავისთავად პატიმრო ცოდვილები ვარ ჩვენ ყველა და მაგით მასალა ეციან საქართველოს შენი ზახუთი გნახეთელში რა
შეიძლება საუბრობთ უამრავ ტაძარზე ერთდროულად მუშაობდა ღმერთის ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობა პირადად. შეკითხვებს უპასუხოთ ჟურნალისტები. მე მინდა გითხრათ რომ როგორც რეგიონულ განვითარების ინფრასტრუქტურის მინისტრმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ბატონ ზვიად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ჩემთვის. ალბათ თქვენ იცით, სახელმწიფო მიიღო რეგიონული განვითარების სტრატეგია 2010-17 წლებს. შემდგომში ევროკავშირთან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მე მინდა გთხოვოთ პირადად თქვენ და თქვენს ბატონ და რაღაც თუ დრო გექნებათ, გადავლეთ ამ დოკუმენტს. ეს არის სერიოზული დოკუმენტი, რომელიც მათ შეიძლება, რომელიც ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე ჩვენი საარჩევნო, ეს რა ქვია, დაიწყებოდა, რა ქვია, კამპანია დაიწყებოდა, ამიტომ ეს არის 2 წლის წინ მიღებული დოკუმენტი, სწორედ ამიტომაც შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო 3 წლის წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სპონტანურად არაფერი უნდა ვითარდებოდეს. მე მინდა აღიცხნათ, რომ მას შემდეგ ძალიან სერიოზულად, ძალიან ხშირი ურთიერთობიდან გამომდინარე იმ გამოცდილების, რომელიც ევროპაში არის, ჩვენ მივიღეთ რეგიონული განვითარების გეგმა 2011-14 წლებზე და შევქმნით საბჭოები, რომელმაც სტრატეგია უნდა შეიმუშავებინათ და შეიმუშავეს კიდეც ბევრ შემთხვევაში კონკრეტულ რეგიონში. იქ არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი არის, ეს არის ადამიანების ჩართულობა და ინოვაციების გამოყენება. მე არ დაგეთანხმები პარცემულად აგხსნი რატომ? იმიტომ რომ ამ სოფლის დახმარების პროგრამის იდეა იყო სწორედ ის, რომ უმრავლესობას გადაეწყდა კითხვის დასმის ფორმატი. ახლა შეუძლებელია რომ ჩამოაყალიბო კითხვა და ახლა ვიღაცა რომ ვიღაცას არ ატყუებდა ხომ ახლა არა გასაგებია მოდი ვილაპარაკოთ რა თუ მე მინდა რომ კიკოძის მუზეუმი გაკეთდეს რაცა უნდა მკითხო მე ვიტყვი რომ კიკოძის მუზეუმი მინდა მეთქე ესე იგი იმის შეუძლებს სტადიონი იმ მომენტში შეერჩა და სწორედ ამ პროგრამის არსი მაგაში მდგომარეობდა ეს იყო 40 მილიონი თლიან საქართველოზე თქვენ გურის ციფრები დაასახელეთ პირველ წელს და მე გახდა 40 კი ბატონო და მეორე წელს იყო 50 მილიონი 50 მილიონ ლარს მოსახლეობა თვითონ წვედა თუ რომელ სოფელში რა პროექტი განახორციელებინათ და თვითონ საქმდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებაზე და მე სიტყვას გადავდით ბატონო ნებისმიერი საკითხი რომელიც თქვენ შეიძლება დაგაინტერესო და ნებისმიერ ჩემ ოპონენტს ამ შემთხვევაში გავიაროთ ნებისმიერ თემა ძირითადში ეს არის გადაწყვეტილი იმ მოსახლეობის ეწუთ მაცადეთ რა იმ მოსახლეობის რომელიც თქვა ბაღში ცხოვრობს ეს ძალიან პირობითად ბაღი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროგრამა იმუშავა ეს არის რეგიონული განვითარების სტრატეგიის გეგმის ერთ-ერთი წარმატებული სეგმენტი არის და ჩვენ ამით ვამაყობთ რა და მე დარწმუნებული ვარ რომ ბიუჯეტის დასთან დაკავშირებთან ეს თანხა რომელიც მიეცემა საშუალებას მოსახლეობამ თვითონ გადაწყვეტოს თუ რა აწუხებს მან იცით რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ევროკავშირთან ერთად მუშაობდით იმაზე რომ ადამიანის პროგრამების შედგენა შეძლებოდათ რამე თუ ჩვენ იქ ვერ ვერეოდით ხვდებით პირველ წელს ძირითადად იყო სასაფლაოების შემოღობაზე საუბარი აი რაღაც ისეთი არა როგორ ვთქვა არა ყველაზე გავლილი პროექტები არა ეს ჩვენი ჟურნალისტები ძალიან აბა რაზე ვსაუბრობ ახლა ესა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე პირველი კითხვა არ დავასრულო თემას არა უნდა დავასრულო ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მეთქი რა ეს სოფლის დახმარების პროგრამაზე ისაუბრა აკონტროლებთ თუ არა მე უხსნი ბატონ ჟურნალისტს რომ ვაკონტროლებდი 6332 პროექტი განხორციელდა სოფლის დახმარების გურიანევის ჟურნალისტი იყო მე ნაუპასუხო პროექტი ამ წელს და ხორციელდება იმიტომ რომ მიღებად პროცესია და ჯერ ყველა არ დასრულებულა დარწმუნებული ვარ ბიუჯეტის მოხსნების საშუალებას რომ გავზარდოთ ეს თანხა შემდგომში და შესაბამისად მივცეთ ადამიანებს თვითონ არჩევენ ჭურჭელი ჭირდებათ თუ თქვა ბოლოში ჩემ და გასაკუთრებულად სულ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე ადამიანები გადავიდნენ სანიაგურეებზე სოფლის გზებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ კი ვსაუბრობთ რომ ბევრი გზა გავაკეთეთ მაგრამ ძალიან ბევრი გზა გასაკეთებელია და ეს პრობლემატიკა ვიცი და აბსოლუტურად ნებისმიერ პრობლემაზე ვსაუბრობთ რომ ვისაუბროთ თავარია რომ ვიცით როგორ გადავწყვეტოთ ეს პრობლემები ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე იყო მე ამაზე მე მგონი პასუხი გაგეცით რომ გასაგებია მაგრამ ჟურნალისტები კიდევ ერთხელ მინდა ჟურნალისტს უთხრა რომ ჩვენც მნიშვნელოვანი იყო შეგვიქმნა კერები სადაც ადამიანები მივიდოდნენ და მიიღებდნენ პროფესიონალ მომსახურეობას გითხარით რომ მილიონი ადამიანით მეტი ერთად დავაზღვიოთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს რომ მივიდეს სამონტყოფოში შესაბამისად კვალიფიკაცია იმ ექიმების რომლებიც აქ მუშაობენ თავისთავად გაიზრდება და ესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაცია ეგ არის ეს ძალიან ჩვენ კი არ ვამბობთ რომ შეუცვლელად მივდივართ ამ გზისკენ რა სისულელია თავისთავად შეცდომები იყო და თავისთავად ჩვენმა ოპონენტებმა ამ შეცდომისკენ მიგვითით ეს მაგდანიკაშვილს ვასახელებთ მაგდანიკაშვილს გადა სხვა ადამიანებს გვესაუბრებოდნენ ამაზე და ჩვენ ვიცოდით რა მიმართულებით უნდა წავსულიყავ და მე ვფიქრობ რომ სერიოზულ წარმატებას მივახციეთ ამ მიმართულებით ეთერში არის ზარი ჩვენი მაყურებელი რეკავს გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა საღამოს მშვიდობისა მოგესალმებით ყველას ბატონო ზვიადისმა ერთი შეკითხვა თუ შეიძლება გისმენთ
ჩვენ ნამდვილად ანდა არავის არ მოწონს თქვენი საკადრო პოლიტიკა, მაგალითად დაუშვათ ასე მოვისმინეთ თქვენი საუბარი და ისეთი შტაბეწილოა დამჭა, რომ ალბათ ყველაფერი გააკეთებია და ყველაფერს გააკეთებთ. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ თამაზაშვილი, რომელიც ჩემს პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად ჩემო ბატონო. შემდეგ გავიყოთ ასლანი ყოფილი ჩინოვნიკები, ხაჭაბურიძე და ასეთი მიყოლებები ქურთული ბატალიონის მქონე ადამიანები, ნარკომანები. ბევრია თქვენს გუნდში თუნდაც ავიღოთ გურიის რეგიონში ერთ-ერთ ჩოხატაუში უბრალოდ დავასახლოთ გოჩა ჯიქია, რომელიც იყო ამ ადამიანზე დანაშაულზე, რომელიც სასამართლოდან გაიქცა თუ გააქცია შემობატონო. შეკითხვა რა გაიგებათ? კონკრეტული შეკითხვა. შენახვაზე თუ შეძენაზე არ ვიცი და ასეთები არის. ოსული ხელმძღვანელობა. შეიძლება დავაკონკრეტოთ შეკითხვა, რაც გააქვს. როგორც ვიცი, თქვენ პრობლემები ჰქონდა, როგორც საზოგადოება მიცის თურქეთში კონსულად მუშაობის პერიოდში. მანქანა დაილეწა თუ დაინტრა თუ რა მოხდა, თქვენ უფრო კარგად იცით, რომელიც სახელმწიფოს უწევს პულის გადახდა. რატომ? დამალე საზოგადოებას აინტერესებს ასეთი გაურკვეველი კრიმინალი წასულს ხალხი რატომ მოგვარ თქვენს ამ ივანიშვილის გარშემო. თქოთ, გამცეთ პასუხი. მადლობთ. ძალიან სერიოზულად იყო მოგზადებული. რაც შეეხება ზოგად თემას, რა თქმა უნდა, მე მინდა მთელი გულწრფელობით თქვა, რომ იმ კანდიდატურებს, რომლებიც იქნა შერჩეული საბოლოო ჯამში საარჩევნო ბლოკში ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, მე ვენდობი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არასდროს არ ყოფილა და საერთოდ აი ამ სიის შედგენა, პარტიული სიის შედგენა, გეგმებად მაჟორიტარების სიის შედგენაც არ ყოფილა არასოდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგი. ეს ყოველთვის ხდებოდა კოალიციის მსჯელობის საგანი და კოალიციამ გადაწყვიტა სწორედ ის კანდიდატურები წარმოადგინოს, კიდე საარჩევნო სიით და კიდე მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატებად, რომელზედაც საბოლოოდ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა ამაში ეკუთვნოდა კოალიციის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე პირადად გამიგია აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზრები იმასთან დაკავშირებით, იმ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც ახლა იყო საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა ადამიანებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეს. მართლა აბსოლუტურად დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრები გამიგია ნებად ბატონ თამაზაშვილთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოლო შეკითხვას, ეს აბსოლუტურად კარგად მომზადებული შეკითხვა იყო მანქანასთან დაკავშირებით, რომელიც დაიმტრა საკონსულოში ჩემი მოღვაწეობის პერიოდში. ღვთისწყალობით ეს იყო ერთადერთი რაც შეიძლებოდა ამოეჩიჩქდა ხელისუფლება ჩემს საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ჩემი იქიდან წამოსული ხელისუფლება. ესე ვიცხეთ ბატონო, თქვენ თვითონ რომ ისეთი მარტივი ადამიანი ვარ, რომ თქვენ ეს კითხვა მე დაგისვით, ამას იძახეთ ახლა თქვენ. აბა მე რა მოუჩიჩქე? აბა ხელისუფლება ვიყავი, ბაბა. როგორ ლაპარაკობ ამ წუთში დასმულ შეკითხვას. დაახთხოთ რა. მე წუთში არ მომესმენთ ჩემს პოლემაკაში და არა, იძახეთ ხელისუფლება ახსენეთ. თქვენ არ ხართ ხელისუფლება. ხო ვიყავი. თქვენ ახლა არა, რა შუაშია, თქვენ ახლა ხარ დეპუტატობის კანდიდატი და ხელისუფლება ხო ვიყავი და თქვენ ახლა პირდაპირ მიუთითებთ იმის ხე რომ ვიღაცამ ეს კითხვა მოამზადოთ ახლა დამეწმუნდით არ მაინტერესებს თქვენი დასული და არც ჩემ გუნდს არ აინტერესებს ჩემთვის თავარი არის მომავალი ჩემი ქვეყნის და ჩემი გუნდის ახლა ვიღაცა რა მეორეჯერ ცდილობთ რომ შემაწყვეტინოთ საუბარი არა ბოდიში ამის მაგრამ კიდევ ხომ მინდა გითხრათ ბატონო ძალიან გთხოვთ რა მე ხო არ ვიწყებ ლაპარაკს თქვენ პარტიაზე არა და თქვენ გუნდზე არა ისაუბრეთ თქვენ კიდევ ერთხელ ადასტურებთ იმას რომ დღეს პრაქტიკულად ზღვარის გავлеვა ბაცოვო მოძრაობას და ხელისუფლებას შენოს არის შეუძლებელი რატო იმიტომ რომ მე სულ სხვა თემაზე ვლაპარაკობ და თქვენ ხელისუფლების მიმართ თქვენ ხართ პარტიის დიახ თქვენ ხართ პარტიის კანდიდატურა, პარტიის მეწარმოებელი კანდიდატურა და მე ვლაპარაკობ კრიტიკულ შენიშვნას ხელისუფლების მისამართი და თქვენ პრაქტიკულად ამ ზღვარს შლით ხელისუფლებას და პარტიაში. როგორ არა ახლა ამ წუთში? თქვენ პირდაპირ მიუთითეთ თუ ჩვენ მოვამზადებ მის სპორტში ვინმე. მე ეს არ მიმიტებია. თუ არ გაინტერესებთ, დავანებოთ თავი ამაზე საუბარს. შეიძლება ჟურნალისტებს პასუხობთ. მე ამაზე არაერთხელ პრესის საშუალებით გავეცი პასუხი და თუ დაინტერესდება ადამიანი შეუძლიათ ჩემს პრეს სამსახურს მიმართოთ და დეტალური ინფორმაციას მივცემთ იმის შესახებ, რაც მას ვითომ და აინტერესებს ახლა ამ პირდაპირ ეთერში შეკითხვის დასმის დასმით. რაც შეეხება ჟურნალისტებს შეკითხოს თქვენ არ პასუხით, ანუ იმ პენსიონერების შესახებ, რომლებიც დასაქმებულები არიან შესაძლებელად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რაც შეეხება მინიმალურ ასაკის შესაბამის პენსიას, ის იქნება
დირებული საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ასაკის შესაბამისად. ამიტომ ასაკის შესაბამის პენსიას მიიღებს საქართველოს უფლებრივ ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, იქნება ის დასაქმებული თუ არ იქნება ის დასაქმებული. ეს ძალიან მოკლედ. და საპენსионო რეფორმა, რომელსაც ჩვენ გეგმავთ, არის აბსოლუტურად ზუსტად გაფრთხილი. ის არის ძალიან სერიოზული სპეციალისტების მიერ დამუშავებული და როდესაც ჩვენ ამ წუთში არ ვლაპარაკობ ძალიან კონკრეტულ ციფრებზე, მე კიდევ ერთხელ ვხსნი ამ ფაქტს იმით, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს და მართლა უჭირდება გარკვეული პერიოდი. მე მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება და მათ შეუძლიათ თავისი გამოცდილების საფუძველზე რაღაც ციფრები დღეს უკვე გაამზადონ და დადონ. მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად იმის არგუმენტი, რომ მაინდა-მაინც მათ უნდა გააგრძელონ ქვეყნის მართვა და სახელმწიფოს მართვა. ეს არ არის რეალური და ეს არ არის ლოგიკური. მე შანსებზე კი არ ვლაპარაკობ იმ უფლებებზე, რომლებიც უნდა მოგცეს ჩვენმა გამოცდილებამ თუ არ უნდა მოგცეს. აი ამაზეა საუბარი. მადლობა. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გისმენთ. შეკითხება დავით მამალაძესთან. ეს თავისი არჩევის შემთხვევაში უზურგებლებს რა სჭირდება? და მეორე შეკითხვა მაქვს ნიკოლეიშვილთან. აი ელემენტარულად ახლა უყურებ და აი ლაპარაკს არაცხის თავის ოგონებს. მაინტერესებს თვითონ უნდა რომ აირჩიონ დეპუტატად გურულებმა, მაგრამ თვითონ როცა გუბერნატორი იყო, აი ერთ-ერთი რა გააკეთა, მაინტერესებს ელემენტარული წყლის წყალი არა მოგვარებული ოზურგეთი და გაზი არა ყველა შეყვანილი. რიგი აი ხელად მადლობა. მანქანა დავამკვიდრე. მადლობა. რომელიმე თქვენთაგან რა იცით? და უფროსისა ასიტყვა. ასაკით უფროსის. დავზეწრე საკადავი. მე 30 მაშინ მე უნდა დავუწევ. კაი, მე კიდევ კომენტარია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ თავის აზრი კონდეს, თუმცა მე გავაკეთე როცა ვიყავი გუბერნატორი, ვინც გურიაში მაშინ ცხოვრობდა, ყველამ კარგად იცის და უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი რომელიც ჩვენ ერთად გავახორციელებთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ჩვენი ბიუჯეტის პარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანს მაშინ შორის თეატრალებს, მათ შორის პედაგოგებს, ან ბევრი სოციალური პროგრამა შევახეთ. უამრავი ბაღის საკითხი დავალაგეთ, სკოლებს მივხვდეთ და უამრავი სხვა პროექტი გავახორციელებთ. როგორც გითხარით, გურიაში, ოზურგეთში, კონკრეტულად და ზოგადად გურიაში 2009 წლამდე არც 1 მეტრი ასფალტი არ იყო 22 წელი დაგებული და თავის გადი ინფრასტრუქტურის დალაგება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ის რაც იმ მომენტში შესაძლებელი იყო გაკეთებული იყო და თავისთავად მე ვთვლი რომ არ ვიყავი საკმაოდ დიდხანს სამწუხაროდ გუბერნატორი, თუმცა მიმაჩნია რომ გარკვეული წარმატებები თავისთავად გქონდა. თავისთავად შორსავალი იქიდან რომ აბსოლუტურად ყველაფერი 6 თვეში თუ 7 თვეში რაც მე გუბერნატორი ვიყავი შეიძლება დამელაგებინა და დარწმუნებულობა ბევრ რაღაცას შესაძლებელია ვერ გავაკეთე, თუმცა იმიტომაც მინდა მოვიდე ამ შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო ხელისუფლებაში უკაცრავად რომ ის ტრიბუნა გამოვიყენო და ფუნდამენტალურად ბევრი საკითხი შევცვალო, რომელიც უამრავ ადამიანს მიცემს საშუალებას, რომ თავი უფრო კარგად იზრუნოს. მე ამ შემთხვევაში უზურგეთელებს გულისხმობ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაც მე გამიკეთებ, არ ვიყავი მარტო გუბერნატორი გურულებისთვის და მე მას შემდეგ რაც როგორც გუბერნატორი დავტოვე ეს მხარე, უამრავი რამე გავაკეთე, მე ესე ვფიქრობ და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა გურულებისა ესე ფიქრობს და მან გამოჩნდება უბრალოდ პრობლემა არ არის. მადლობა. იმიტომ არ ვაცვლი ლაპარაკს უკაცრავად ამისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნები მე არ მინდა ჩვენ ერთმანეთზე ტყუილები ვისაუბროთ არასწორად გზასთან დაკავშირებით. დავითი უპასუხობს იქამდე მოვისმენთ კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენს მაყურებელს გაუჩნდათ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ყველასთან ახლა შეკითხვა და განსაკუთრებით ნიკოლაიშვილთან მთელი საქართველოს ძები ააშენა და ისა და მაინტერესებს სოფელ ხინვალს უგვერისება რამე როდის? სოფელი და ხინვალი. მადლობა. ბატონო დავით უპასუხეთ წინა მაყურებლის შეკითხვას და კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის და მინდა გითხრათ რომ ჩემი პარლამენტში არჩევისთანავე პირველ რიგში თქვენ იცით რომ პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და შევცვლით თუ მარტო პირადულად მე ვერაფერს ვერ შევცვლით თუ მოვედით ჩემი ერთიანი გუნდით სოლიდური ნაწილით უმრავლესობაზე არ აქვს პრეტენზია, მაგრამ აუცილებლად თუ ვინდა რომ რაღაც შევცვალოთ აუცილებლად საჭიროა უმრავლესობით მოსვლა. პირველ რიგში საზოგადოების აწუხებს პრობლემა, სამართლებრივი პრობლემა და სამართალის პრობლემა. კონსტანტინე გამსახურდია სიტყვებით თქვა, ქვეყანაში სადაც თავადები ყაჩაღობენ, იქ უბრალო ყაჩაღებს ყაცრად არ უნდა ეკითხებოდნენ. ნემსის გურდებით სავსეა, ციხეები, ახლემის გურდები მართავენ ქვეყანას. ეს უსამართლობის თავის საფუძველია და ყველაფერი ეს არის სოციალური უსამართლობის ბრალი. ჩვენი პირველ რიგში მოსვლის შესაბამისად 20 წლიანი პარლამენტი, რომ თქვენ იცით რომ ეს იყო
ის არჩევანი, ყველა არჩევანი იყო გაყალბებული გზით მოპოვებული და ფულის მეშოკების მიერ მიღებული კანონი და მოირგენ ეს კანონები თავის თავზე. ჩვენ შევსვლით ამ კანონმდებლობას და იქნება ხალხზე მოგებული კანონი. მე პირობას ვდებ, თუ ციხისკარებს გავაღებ და ყველა უკანონო პატიმარს, რომელიც არის ამ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული, აუცილებლად იქნება განთავისუფლებული. უკანონო პატიმრებზე აქვს საუბარი. მე მესმის რომ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია, მაგრამ რაღაცა ზღვარი უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის საკითხს. კოლმეურნეობის დანგრევის შემდეგ რა კიდე გამცინებენ რომ თქვა სიმართლე იტყვიან ლეიბორისტიო და სიმართლეს ლაპარაკობსო. პრაქტიკულად სოფელში 95%-მა მოსახლეობის ვერ გაართვა საკუთარ მეურნეობას და 5%-ზე არ მაქვს საუბარი, ვინც მშრომელია და ვინც ცოტა დაატანა ძალა თავის თავს. თავის თავს ვინც დაატანა ძალა რაღაც ძალდატანებად რაღაცას გააქვთ სული, მაგრამ ამას თუ სულის გატანა გვიან. აუცილებლად უნდა შეიქმნას სოფელში ალტერნატიული სახელმწიფო უნდა შექმნას საზოგადოებრივი მეურნეობა. მეურნეობები, სადაც ექნება სოფლის მოსახლეობას, ახალგაზრდობას ალტერნატივა. თუ არ შეუძლია საკუთარი მეურნეობის გამართვა, სახელმწიფო უნდა დაასაქმოს, იგი და სახელმწიფო უნდა დააგეგმოს თუ რა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე უნდა იყოს მოთხოვნილება და ბაზარიც თავისთავად უკვე იძულებული გახდება შემდეგ სახელმწიფო ბაზარიც მოიძიოს და მაშინ მოგვიწევს ზუსტად ნატოზე უარესება და მაშინ მოგვიწევს უკვე წყურების გაუმხება და ქვეყნისათვის ზრუნვა და მართვა. სოფლის მეურნეობის გადარჩენის გარეშე არ გადარჩება ქართველიერი დამიჯერეთ ხალხო და ესეა თავარი პრიორიტეტი. ამას მოყვა ამის ზედნაშენია ფაბრიკების ქართულების დაკავშირებით თუ სწორედ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი რა გეგმა აქვს მუნიციპალიტეტს. თუმცა მე მინდა გითხრათ ერთი რამე რომ მე დავასახელე ციფრები კონკრეტული დათანხებია გამოყოფილი ზოგადად ბიუჯეტში იმისა რომ თქვა და იცით ჩვენი პროგრამაც რომ აბსოლუტურად მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხსები უნდა იყოს დაგებული თავისთავად ეს აბსოლუტურად ყველა სოფელში მოს აბოჯებს ჩვენი დაპირება ისე რომ ყველა სოფელს იქნება კარგი გზა და ყველა სოფელში კაი გზით შევალ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კოლეგები რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან ამ კარგი გზები დადიან ძირითად შემთხვევაში თუმცა დამერწმუნეთ რომ რომელიღაც სოფელში ვერ იქნება კარგი გზა დაგებული ძირითად სოფლებში უფრო დიდ სოფლებში თავს უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს ეტაპობრივად ეს ყველაფერი რაღაც გაწერილია დროში და სივრცეში შესაბამისად ეს გზები ჩემი მთავრობის დაპირება და ჩემი მთავრობა დაპირების როგორც წესი ასრულებს მე დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად ყველა სოფელში კაი გზით შევალთ. ამ შემთხვევაში მე დავინტერესდები კონკრეტულად ამ საკითხით და არის პრობლემა. დიდი მადლობა. თქვენი გადაცემა უკვე თითქმის დასასრულს მიუახლოვდა, სანამ დავემშვიდობებ მაყურებელს, მოვისმინოთ ერთ შეკითხვა ჩვენი მაყურებლისგან, ხოლო შემდეგ შევაჯამოთ გადაცემა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, მოგესალმებით. და მე მინდა ვთქვა რომ ბატონ ზიად მინდა უთხრა რომ ის შემითაობაა და მე მახსოვს. ალო? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. განაგრძეთ საუბარი. მე ბატონ ზიადს მინდა უთხრა რომ ის შემითაობაა და მე მახსოვს მისი ბავშვობა და ძალიან დამიხარდა რომ ხისეულიდან ნამდვილი ოზურგეთელი უბრუნდება ოზურგეთს. და შეკითხვა მქონდა ბატონ ზიადთან ესეთი. უნდა ყავდეს თუ არა მერი ოზურგეთს და ამავე დროს მინდა ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს მიმართო. დახმაროს შესახებ რომ საუბრობდა. დახმაროში ვისაც გვაქვს სახლები, არავის არ გვისკიცებენ და გვიკანონებენ იმ სახლებს და თუ რამეს აშენებენ, ალბათ ისევ თვითონ არა, თვითონ უნდა ჩაიდონ ძიბეში. ბატონი რამაზის ბენეფისი ხო არაა, დრო შეზღუდე. მადლობა. ახმარო რა ინტერესებს მოსახლეობას. ანუ მერის პოსტზე იყო ლაპარაკი ანუ ოზურგეთის ნამდვილში რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ეს მერის პოსტი რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ეს ის სახე შეკითხვა გქონდა თქვენს მიმართ მაყურებელს. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენ ვიცით რომ არ ითვალისწინებს ამას ასე ვთქვათ დღევანდელი კანონმდებლობა. მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს და გარკვეულ სეგმენტებსაც ვთვლები მოსახლეობის ოზურგეთში, ქალაქში და ქალაქზეა კონკრეტულად ლაპარაკი, ეს სრული ხშირად გაგვიგია და მოგვისმენია და მე პირადად ვემხრობ იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა აუცილებლად უნდა მოხდეს და არა მარტო ოზურგეთს, არამედ ნებისმიერ სოფელს უნდა ყავდეს პირდაპირ გზით არჩეული თავკაცი. და შესაბამისად ჩემი აზრი როგორც ოზურგეთელის, როგორც ქალაქელის ნამდვილად მე სიმპათიურება ესიდია პირდაპირ გეტყვით რომ ქალაქს პირდაპირ გზით არჩეული მერი ყავდეს ოზურგეთს. სხვა მე მგონი შეკითხვა. ისე დასასრულისკენ წავედით, მოდი შევაჯამოთ გადაცემა ბატონებო, ბოლო სიტყვით მივმართოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ბატონო ზია თქვენგან დავიწყებ, ანუ მივმართოთ ჩვენს ამომრჩეველს.
რაც შეეხება მიმართვას, მე გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი ახლა რამდენი ადამიანი უყურებს ჩვენს გადაცემას. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გქონდა ახლა ბატონ რამაზზე მეტი დრო შეიძლება გქონდა უშუალოდ დეპუტატობის კანდიდატის რანგში ხალხთან საუბრისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ 3-4 შეხვედრას ვატარებთ დღეში მოსახლეობასთან, მაინც ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და დარჩენილ დროს არჩევნებამდე კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ, მაგრამ ამას გარდა მინდა უბრალოდ დავაანონსო, ხო შეიძლება განცხადების გაკეთება, რომ ხვალ ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მის დარბაზში ჩვენ გვექნება შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის საზოგადოებრივობასთან და ყველას გულწრფელად ვეპატიჟები ამ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე ჩვენ გვექნება საშუალება აბსოლუტურად დეტალურად წარმოვიდგინოთ საარჩევნო ბლოკის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა ქალაქ ოზურგეთის საზოგადოებრივობას და გარწმუნებთ, რომ იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა. შეხვედრა დაიწყება 4 საათზე და ალბათ საათახევარს გასტანს სულ და დიდი სურვილი მექნება, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დღემდე არ ქონია ჩვენთან უშუალოდ კონტაქტის საშუალება, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა თავისი მხრიდანაც და მოგზაურდნენ ამ შეხვედრაზე. დიდი მადლობა. სანამ დავასრულებთ გადაცემას და ბატონი დავითი ისაუბრებს, ბოლო შეკითხვა არის ჩვენს ეთერში მაყურებლისგან, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ჰალო. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხარ, დასვით შეკითხვა. ხო, ერთი ამავე შეკითხვა მინდა რა მოცდების წარმომადგენელთან. გისმენთ. ბიძინა ივანიშვილი ხო იძახის, რომ დეჟურნალისტს მე აღარ ვიქნები ხელისუფლებაში და არასდროს არ უთქვია ეს ბიძინა ივანიშვილს. მაინტერესებს. ეს ერთი და მეორე. აი, ავარია რომ იყო ძალიან ცუდი ფაქტი და გემართა დამალვა აუცილებელი არ იყო მგონია რა და ყველა მაგაზე ლაპარაკობდა. კი მაინტერესებს ძალიან ერთი მაგაზე მიაზრი. აი ეს ერთხელ. აი ეს არ არის მომზადებული შეკითხვა, მეორე ჯერ ისმის ეს შეკითხვა ეთერში. მეორე ჯერ ისმის ეს შეკითხვა ეთერში. არავითარი რეპლიკით, თუ კი ვინმეს კონკრეტულად აინტერესებს ამის შესახებ, შეუძლიათ ჩვენს პრესსამსახურს მიმართოს და მე ამის შესახებ განცხადებები უკვე პრესის საშუალებითაც გავაკეთე. თუ მოსახლეობას ძალიან აინტერესებს, რაშიც ეჭვი მეპარება, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩემი შვებულებაში ყოფნის პერიოდში 2008 წლის ივლისში, ზუსტად ომის წინა პერიოდში, საკონსულოში დაიმტვრა მანქანა და რა თქმა უნდა რა ქვია მაგას სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპის საფუძველზე სამინისტრო მიიჩნია, რომ ეს მანქანა მე როგორც გენერალურ კონსულს უნდა ამენაზღაურებინა, იმიტომ რომ ეს ახალი მანქანა და არ მოხერხდა თავის დროზე, თუმცა მე არ ვასრულებდი გენერალური კონსულის ფუნქციებს, მე ვიყავი შვებულებაში, როცა მანქანა იქნა მიღებული, არ მოხერხდა მისი სრულყოფილი დაზღვევა და ამიტომ ზარალად დაჯდა, ასე ვთქვათ, ბალანსზე დაახლოებით 29000 და აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი და მე ამის შესახებ არაერთხელ განცხადება გამიკეთებია და საბოლოოდ ვინ რა უნდა გააკეთოს ამ მიმართებით, მე იმედია რომ კომპეტენტური ორგანოები საბოლოოდ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის ის საკითხი, რომელთაც მუდმივად აპელირებენ, მაგრამ ღვთისწყალობით ამის გარდა ვერაფერს ვერ მოძებნიან და ვერაფერს ვერ მომიძებნიან ჩემს წარსულში. მადლობთ, გისმენთ ბატონო. მით უმეტეს რომ მე ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მქონია კონკრეტულად და ეს ინციდენტი თავიდან ბოლომდე პოლიციის აქტების საფუძველზე წინ ძღოლს დაბრალდა, რომელიც მართავდა მანქანას. მე საერთოდ შვებულებაში ვიმყოფებოდი. გასაგებია გისმენთ ბატონო დავით, მიმართავთ ამ. მიმართავ ჩემს ამომრჩევლებს, რომ არ დამიჭიროთ მხარი მეგობრობით, ახლობლობით, პიროვნული თვისებების გამო პოლიტიკური გუნდის გარეშე, ლეიბორისტული პარტიის გარეშე. თუ თქვენთვის ძვირფასია სოციალური სამართლიანობის აღდგენა და მისი ეს იდეა, თუ თქვენთვის ძვირფასია ამ 20 წლიანი უზნეობის, უმეცრების, უნამუსობის დამარცხება, თუ თქვენთვის ძვირფასია ენა, მამული, სარწმუნოების გადარჩენა, შემოხაზეთ ნომერი 38. დავასრულოთ ეს ოლიგარქთა და ტრანსნაციონალთა დიქტატურა საქართველოში. მადლობთ, ბატონო კახალბისმეთ. მე მაგალითს ავიღებ ბატონი ზვიადიდან, მან დაანონსა მისი შეხვედრა და მინდა მივბაძო მაგ საკითხში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება 21 რიცხვში ჩვენს გადაღლილ მოსახლეობას ამორჩეველს, ჩემს ოზურგეთლებს ეწვევა ბატონი გიორგი თარგამაძე. ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ვთხოვთ მობრძანდეს კინოს წინ ჭადრების ბაღში 2 საათისათვის და იქ შედგება შეხვედრა ბატონ გიორგი თარგამაძესთან. რაც შეეხება ჩემს მიმართვას, ჩემს ამორჩეველის
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რო იწყებოდა ამ სტუდიაში ზუსტად ვიჩეკით 4 ადამიანი. ერთი ნაციონალური მოძრაობიდან იყო ბატონი ალეკო მამიშვილი, მეორე მე ვიყავი, მესამე ბატონი თემური იყო სალუქვაძე და მეოთხე ქალბატონი ლელა ნაცვალაძე იყო. ისინი დღეს არიან ჩემი კოლეგები. მე მათ მაშინ უთხარი, მე თქვენ შეგეჯიბრებით სიყვარულში, შეგეჯიბრებით პატივისცემაში. თუ მოხდები საკრებულოში. მართალია ახლა დღეს ერთი ხმა არის ოზურგეთლებისათვის მისაცემი და ამ 4-დან ერთი გავხდება, ასე ვთქვათ, დეპუტატი, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე მაინც შეგეჯიბრებით თქვენ, უბრალო ადამიანიც რო ვიყოთ, მაინც შეგეჯიბრებით თქვენ ადამიანებთან მიმართებაში, სიყვარულში, გვერდზე დგომაში, ურთიერთპატივისცემაში. მე ამას იმიტომ უსვამ ხალხს, რომ მერწმუნეთ ხალხო და ისედაც პოლარიზებული საზოგადოება არ შეიძლება ასე ერთმანეთთან პოლარიზებული ყოფნა. არც ერთი ჩვენთანგანის მანდატი არ ღირს იმად, რომ თითოეული ჩვენთანგანის მეგობრებმა, ნაცნობებმა ერთმანეთს პოლარიზებულად დაუწყოს ხედვა. მე მოგიწოდებ თითოეულ თქვენთანგანს დიდი მადლობა ჩემო ზურგეთლებს აი ზუსტად 2010 წელს როცა მე მომანიშნე ნდობის მანდატი. ეხლა თუ გადაწყვეტს ჩემი ოზურგეთლები სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, ყველა ჭირვან რამე გამოვიარე მათთან ერთად და მე მომანიჭებენ პარლამენტარის მანდატს, მე ვპირდები რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ერთიანი საქართველოსათვის, ყველა თაობისათვის, სადაც ჩვილებს ექნებათ ხარისხიანი განათლება, მშობლები იქნებიან დასაქმებულები და პენსიონერებს ექნება დაფასება. დიდი მადლობა ყველაფრისათვის ჩემო ოზურგეთლებო. მადლობთ გისმენთ ბატონ რამეს. მე აბსოლუტურად უერთდები ამ მიმართვაში. და ზამშულოვანია რომ ჩვენ თმანც გავუფრთხილდეთ გურულებს და ოზურგეთლებს ამ შემთხვევაში. მინდა გითხრათ რომ მნიშვნელოვანია ეს რომ არ ვიყო დაკავებული ერთმანეთის შეურაცხყოფით, ეს მნიშვნელოვანია და ვერცერთ ჩემ განცხადებაში თქვენ რომელიც უამრავი მოგაკეთებული თქვენ მიმართ სამწუხაროდ არ გიცნობთ ხონდელ დღემდე არანაირი განცხადება ამ მიმართულებით არ გამაკეთებთ, არც ვაფირებ და არ არის ჩემთვის პრობლემა ეს ადამიანები რომლებიც აღზიან, ჩემს არის პრობლემა, ეს პრობლემა რომელიც მოსახლეობას გააჩნია და ჩემი კონკურენტის სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც მე უნდა ვებრძოლო. მე მინდა გითხრათ რომ ჩემი გუნდი ძალიან ბევრს აკეთებს და ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის რომ ზოგადად შეუმსუბუქოს ცხოვრების წესი ადამიანებს და ჩვენ გარშემო არის უამრავი პრობლემა და ამას ჩვენ ვაღიარებთ და რასთავარად ჩვენ ვიცით რომ როგორ ნავიაროთ წინ და როგორ არ უნდა დაუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა იმ წარსულს, სადაც უამრავი ადამიანი გვეკაჩება. მე მინდა გითხრათ რომ რაც შეხება კონკრეტულად მე შეიძლება არ დავიბადე ოზურგეთში და ძახილი იმის რომ მე ოზურგეთელი ვარ დავიბადე ძალიან მაგარია და ძალიან მომწონს რომ ასე სიყვარულით ლაპარაკობს ჩემი კოლეგა ამ შემთხვევაში, მაგრამ დამერწმუნე ჩემო კარგო რომ მნიშვნელოვანი ეგ კი არის სად დაიბადე და როგორ დაიბადე, თუმცა მნიშვნელოვანია რა გააკეთე შენ ოზურგეთში და დარწმუნებული ვარ რომ შენ ამაზეც ბევრი გაქვს სათქმელი როგორც მე. და თუ ადამიანებს რომელსაც აქვს სურვილი რომ გახდნენ დეპუტატები და სახე იყვნენ ოზურგეთის მინიმუმ უნდა ესმოდეთ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ეს არის ძალიან დიდი ტვირთი. და მე მიმაჩნია რომ იმ ცხოვრების წესს რომელსაც მე დღევანდელ ვიცხოვრე და არ კითხვა დამისვეს მე რო ვიყავი გუბერნატორი, კი მე ვიყავი გუბერნატორი ძალიან რთულ დროს და ომის დროს ვიყავი თავდაცვის მოადგილე და ვიყავი წინა ხაზზე. ერთი დღით არ დამიტოვებია ოზურგეთი და გურია ამ შემთხვევაში რა. ერთი დღით არ დამიტოვებია და მყავს უამრავი ადამიანი გვერდში რომელიც ამ ბრძოლაში მომყვებოდა ყოველთვის. და ჩემს არ მქონდა მნიშვნელობა ვის სად რა დაждომა უნდა და რა სკამის დაკავება უნდა. მე მართლა ამაყი ვარ იმით რომ აქ ჩატარდა ყრილობა და ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტი იყო აქ უამრავი ადამიანი შეიძლება და ჩვენ ერთმანეთს ხალხის რაოდენობით კი არ უნდა ვაჯობოთ, უნდა სიყვარულით ვაჯობოთ. აქ ამაზეა საუბარი რომ ჩვენ ნამდვილად და მე პირადად ყოველთვის სიყვარულით ვიყავი გურიის მიმართ და არაფერი არ მაკავშირებს გარდა სიყვარულისა ჩემ მხარესთან, რომელიც უზომოდ მიყვარს და დარწმუნებული ვარ რომ მზად ვარ იმისთვის რომ ჩემი გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვნად დამიგროვდა და ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ ვერ გაიქცევა წინ ვერც ერთი პარტია რომელიც აქ არის წარმოდგენილი მე ვარ და მე ვარ გუნდი მე ვარ ჩემთან არის გუნდი სერიოზული გუნდი რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში და ზოგადად ცხოვრებაში სერიოზული გამოცდილება შეიძინა და ზუსტად ვიცით როგორ დავდგეთ ჩვენ და ყოველთვის ჩვენ ხალხს გვერდში ვედექით და დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები გააკეთებენ სწორი არჩევანს და მე არ მაქვს პრობლემა იმისა რომ 1 ოქტომბრის შემდეგ როცა დანამდვილებით ვიცი რომ ოზურგეთელები ინოვაციას ახალ ცხოვრების წესს თავდადებული კაცის გვერდში დგომას აერჩევენ მე ამ ადამიანებთან არანაირი პრობლემა ზოგადად არ მაქვს და მზად ვარ რომ ვიმეგობრო თუ ერთი მიმართულება გვექნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ჩვენი ქვეყნის მთლიანობის მიმართულება და თუ არ წავიყვანთ ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ რაც არის დამღუპველი ყველა ქართველისთვის და ჩემი შვილებისთვის სწორედ ამიტომ ვარ ეხლა მე აქ სწორედ ამიტომ თქვი საქართველოში არა ბატონო თქვენ ზოგადად საუბრობთ მე ხوار შეგაწყვეტინეთ უგაცრავად მე მინდა გითხრათ რომ ყავს 3 შვილი და უზომოდ მიყვარს ჩემი შვილები როგორც ყველა ადამიანს თავი შვილი ეს ბუნებრივია და იმიტომაც თქვი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამინისტროზე უარი მე თქვი ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო თავისთავად გუნდთან
ეს დრო რაზეც საუბრობენ ზოგიერთები რუსეთში დაბრუნებას და ამ გაუბედურებას და ჩვენი შვილების სისხლს ეს უბედურება მე ჩემ თავზე გადავიტან და მეორმა ქართულმა კიდე ამას არ დავაბრუნებთ. სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ, სწორედ ამიტომ დამიჭერენ მე ოზურგეთელები მხარს რომ ვიბრძოლო ნამდვილად რა მე არავის არ შეწყვეტა მე ალბათ თქვენ ნახავთ რომ არც ერთ ჩემ გამოსვლაში თქვენი გვარი დასახელი არ მიხსენებია იმიტომ რომ ზოგადად ეს არაა ჩემს მნიშვნელოვანი კიდე ერთხელ ვაფიქსირებ მე მაქვს ერთი გამოწვევა ეს არის ყველა გურულის, ყველა ოზურგეთელის ამ რაიონში მცხოვრები ადამიანის პრობლემა, რომელსაც ვებრძოდი ამ წლების განმავლობაში და ვაპირებ რომ გავაგრძელო და დარწმუნებული ვარ რომ თუ გავიმარჯვებ, აი ამაზე გავიმარჯვებ და ეს ხდება ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიზახი არასდროს გულიდან აცავს ვარ, ყოველთვის აქ ვიყავი და ჩემი ცხოვრების წესით, ჩემი ოჯახით პასუხისმგებელი ვარ იმაზე რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემმა გუნდმა ყველა ეს დანაპირები შეასრულოს, ჩემმა გუნდმა ყველა იმ ადამიანთან მივიდეს, ყველა ადამიანის ოჯახმა მართლა ეს სიკეთე იგრძნოს, ეს არ არის ლოზუნგი. ჩვენი მიზანი ეგაა. ბატონო ზვიადმა სწორედ თქვა რომ იქნებოდა დოვლათი და შესაძლებელია დღეს ყველა ოჯახმა თავის თავზე ვერიგზნოს, სწორედ ეგაა ჩვენი გუნდის მიზანი, რომ თავის შემდგომი ნაბიჯებით ყველა ადამიანის ოჯახამდე მიიტანოს სიკეთე და სამცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა გურულმა, ყველა ოზურგეთელმა, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ხმაც მე უნდა ვიყო პარლამენტში თავიდან ბოლომდე იგნოს თავის თავზე. ესაა ჩემს ზამნიშვილოვანი. ბატონ რამაზ, ბოდიში გიხდით, მე ყველას ბოდიში მოვხდით კოლეგებო, რომ არ ჩათვალოთ რომელიმე მყავდით მე მხედველობაში. მე ვამბობ ზოგადად ჩვენ ერთმანეთის ვართ კონკურენტები. ამიტომაც უნდა ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი იმ ამორჩეველს, რომ ერთმანეთთან მიმეგობრონ, ეახლა ჩვენ ვართ ერთმანეთის კონკურენტები, არასოდეს არ უნდა ჩვენ ერთმანეთის მტრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა, ეს ოზურგეთში ვართ. ზოგადად ვამბობ. ნაკლებად რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ. ზოგადად ვამბობ, მე ბატონმა ზვიადიმ შემახსენა თავი ბავშვობაში იყო ჩვენ შორის ურთიერთობა, მე ახლა მადლობას მაქვს, მაგრამ ასე არის, ელემენტარულად უნდა იყოს მეგობრობა, არ უნდა გადაიზარდოს ეს ტროპაში. მე უნდა ვემსახურო ჩვენ ქვეყანას რა. მე დავაფიქსირე ქვეყანა გურია ოზურგეთი. მე დავაფიქსირე ჩემას ვინც წავა ეკლესიის წინააღმდეგ, ვინც წავა ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, ის იქნება ჩემი პირადი. მაგრამ გავარკვიოთ ეს საიდან მოდის ეს სტატიები. შეიძლება აი მაგაზე მეორეჯერ რეპლიკა და აუცილებლად უნდა ვთქვა 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ მე მქონდა დიდი სიამოვნება შევხვედროდი მეუფეს 2-3 დღის წინ ამ თემებზეც მქონდა საუბარი და მე რა თქმა უნდა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში რომ ყველა ის ჭორი და მართლა ბინძური ჭორი რაც ვრცელდება თითქოს და მეუფეს რაღაც იქ განსაკუთრებული აბსოლუტურად მიუღებელი არც მინდა ვახსენო ეს არ მინდა მე აბსოლუტურად დღესაც აი დღეს ორი შეხვედრა მქონდა დატანებში და მე აბსოლუტურად ხაზგასმით უთხარი ხალხს და მოუწოდე და ვთხოვე რომ ეს არის ძალიან ბინძური ჭორი და უბრალოდ არ შეიძლებოდა ეს არის ძალიან პატიცებული ადამიანი და არ შეიძლებოდა ამის გაკეთება არ დაიჯეროს არავინ თქვენ თქვით რომ 2 დღის წინ ნახეთ მეუფეს 2 დღის წინ ნახე ამ თემაზე მქონდა საუბარი მე პატივცემ იმას რომ ის თქვენთან მეგობრობს მე ვიცი თქვენი პირადი დამოკიდებულება ძალიან პატივცემ ამ ურთიერთობებს ამაზე არ გვაქვს საუბარი არა სხვა რამის ვამბობ მე ხაზგასმით ვამბობ იმას რომ მე აბსოლუტურად ვკიცხავ იმ ადამიანებს ვინც ამ ჭორებს ავრცელებს და მოუწოდებ ყველას, გულწრფელად მოუწოდებ ყველას, რომ მე თვითონ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს აბსოლუტური ჭორია და ყველას მოუწოდებ, რომ არ დაიჯერონ აი ამ ბინძური ჭორებს. მინდა გთხოვოთ. მე დავინტერესდით თქვენს იმედია დაინტერესდებით და ნახავთ სად იწერება, რომელ ჟურნალებში იწერება და რომელი ადამიანების მერე ეს პირველად გამოაქვეყნა სააგენტო ივერო. არა, მე გეუბნებთ ეხლა ივერო ეგ არ ვიცი, აი ბოლო როაც დაიწერა. ბოლოს სად დაიწერა არ ვიცი. ნახეთ და მიხვდებით რომ ალბათ აი რაღაც ის ადამიანები რომელიც ახლოს არიან თქვენთან, ალბათ იმათი არ დამეწუნოთ. ნახეთ, მეგობრულად გთხოვთ. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. მე უფლეს თქვენის ნობ 2 დღეა და მე უფლეს ვიცნობ 4 წელია რა. ხოდა ვიცი რა, ახლა რატო ხდება და როგორ ხდება. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. არა, მე არ მითქვი რომ თქვენთან. მე გითხრათ რომ ახლოს არიან ის ადამიანები, ვინც ამას წერენ. გარკვევით, თქვენ გინდა გთხოვოთ. პირველად ეს დაიბეჭდა ივერონში. ივერონში დაიბეჭდა პირველად. ეგ თავიდან რომ დაიბეჭდა, მე და მე უფლეს ისინი ხო. ეხლა ნახეთ. არა, წელს მაყურებელს მე შევუერთები ჩვენ მე უფლეს წენება. საერთოდ ჭორებზე ვისაუბრებთ. მე ფიქრობ რომ არა. თუ შეიძლება. არა, არც მე არ მისაუბრია, მაგრამ იყო ამაზე საუბარი. ვარდა სახელია ვინც აწერს ხელს და თქვენ როგორც კი დაინტერესდებით თქვენ მეგობრებთან დარწმუნებული ხავთ რომ მიხვდებით საერთოდ მოდის ეს სტატია. დავასრულეთ გადაცემა. გადაცემის რა მოიწურა მე შევუერთები ჩვენს კანდიდატებს და მიტროპოლის მიულოცავ დაბადების დღეს ჯანმრთელობას სულიან მხნეობას ვუსურებ. ძალიან დიდი მადლობა. მამაშიოს დაბადების დღეც არის დღეს. ძალიან მიულოცავ სულით ჩემი მეგობარია ბავშვების მასაც მიულოცავ. ძალიან ის სიყვარულით გილოცავ მამაშიოს. მადლობთ შეგახსენებთ რომ ჩვენი
მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებიდან ოზურგეთში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან სტუდიაში მობრძანებისთვის. მაყურებელს დიდი მადლობა რომ გვისმენდით და გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე გეშვებებით. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.